დღეს მეგობრებო, როგორც გითხარით, ცოტა უჩვეულო მსახურება გვექნება. დღეს გულში ჩამედო ეს წინა ორშაბათს ან სამშაბათს, რომ ჩემი დამოწმება წარმომედგინა თქვენთვის. ჩემი ცხოვრების დამოწმება. პირველი ნაწილი ამ დამოწმებაში არის, როგორი ვიყავი, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ქრისტემდე. თავს არ შეგაცხენთ, გარკვეულმა ნაწილმა რაღაცა ფრაგმენტები ჩემი ცხოვრებისა იცის. იმას ვიტყვი, რომ ვიყავი სრული ათეისტი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვიყავი სრული ათეისტი, აბსოლუტური ურწმუნო. არანაირი ზებუნებრივი არ მწამდა. ეს იყო აღზრდის შედეგი. ჩემი მშობლებიც იყვნენ ათეისტები. და ჩვენ აღვიზარდეთ, მე და ჩემი ძმა აღვიზარდეთ სრულ ათეისტებად. ჩემი ძმაც ათეისტი იყო. ეს არ გვაწუხებდა, დიდად არ გვაწუხებდა. ეს იყო მე დავიბადე 1973 წელს, სკოლაში შევედი 90 წელს და უпроსტად 80 წელში შევედი სკოლაში და დავამთავრე სკოლა 90 წელს. ანუ ფაქტიურად სრული ჩემი განათლება მივიღე კომუნისტების დროს. მხოლოდ ის ბოლო წლები იყო, რაც ეგრეთ წოდებული პერესტროიკა რომ დაიწყო, დიდებს ახსოვთ ეს. სადაც უკვე პედაგოგები წიგნებში ისევ ეწერა, მაგრამ პედაგოგები ამოდენ წიგნში კი წერია ასე, მაგრამ ჩვენ მოგიყვებით ნამდვილ ამბავს, როგორი იყო საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ მანამდე ვიძახოდით, რომ წითელ არმიას ზარზე იმით შეხვდა თურმე ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა რელიგიას საერთოდ არ ისწავლებოდა სკოლებში. აბსოლუტურად არ ისწავლებოდა სკოლებში რელიგია და ის პარადოქსი არის, მეგობრებო, როცა მე 11 კლასში ვსწავლობდი, უკვე ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ეროვნული მოძრაობის გავლენით სკოლებში შემოიღეს რელიგიის გაკვეთილები და მანამდე ვინც პოლიტეკონომიას და ათეიზმს ასწავლიდა, იმან შეითავსა რელიგიის გაკვეთილები, იმიტომ რომ არ იყო სპეციალისტები ამისა და წარმოგიდგენიათ ახლა როგორი რელიგიის მასწავლებლები გახდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე ათეიზმს ასწავლიდნენ ბავშვებს სკოლაში. ვიყავი სრული ათეისტი, ვიყავი სპორტსმენი, თამაშობდი ფეხბურთს, მეგობრებო, რა ვიცი, კარგად გამომდიოდა, მე მგონი, ამიტომ რომ იმ გაჭირვებაში და პატრონი ახლა მშობლები კი მყავდა, მაგრამ ჩემი მშობლები იმ მომენტისთვის არ წარმოადგენდნენ ფინანსურად ძლიერ ოჯახს, არ წარმოადგენდნენ სწორედ იმისთვის, რომ ეს კოლაფსი უკვე მათ შეეხო, შეუძლებელი იყო თავის გატანა ნორმალურად იმ პერიოდში და მათ არ ქონდათ იმის საშუალება, რომ ჩემთვის რაღაც ფულები გადაეხადათ სადღაც, ამიტომ რომ ეს იყო ჭაობში ჩაძირული ქვეყანა, მექრთამეობაში ჩაძირული ქვეყანა, თუ სად მექრთამს არ გადაიხდიდი, ვერაფერს ვერ გააკეთებდი და მათ რადგანაც არ ქონდათ, მეც ასე ცოტა დაჩაგრულად, რა ვიცი, მენატრებოდა ელემენტარული ბუცი, მენატრებოდა ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, ისე გამოვიდა მეგობრებო, რომ 16 წლის ასაკში ქალაქის პირველ გუნდში დამიძახეს, სხვებს უყვირდათ ეს რამდენი გადაიხადა მე ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. იმდენად ბავშვი ვიყავი და იმდენად შორს ვიყავი ასეთი რაღაცისგან, მე არ შემეძლო ამის გაგება, ახლა რატო უნდა გადამეხადა რაღაცა, ჩავთვალე რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მეგობრებო და ჩემს ცხოვრებაში მოხდა ასეთი რაღაც, ასეთ სიხარულში ვარ, პირველ გუნდში დამიძახეს, ანუ სეზონი დამთავრდა, იწყება ახალი სეზონი. დამიძახეს პირველ გუნდში, ჭკუაზე არ ვარ, არის გაზაფხული, სადღაც თებერვალი ალბათ იწყება, დაიწყო შეკრება, ლეგენდებთან მიწევს ვარჯიში, აი, იმიტომ რომ ის ჩვენთვის ახლა ლეგენდები მესი და რონალდო არ იყვნენ, მაგრამ იმ ქალაქისთვის და იმისთვის ეს პირველი გუნდი მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, უმაღლეს ლიგაშიდაც კი თამაშობდნენ და მომიწია აქ ვარჯიშის დაწყება, მაგრამ სადღაც 3 კვირის თავზე მეგობრებო, აღმოჩნდი საავადმყოფოში უმძიმესი დიაგნოზით, ანუ გართულებული ბოტკინით, ესე იგი ბოტკინს, ვისაც ეს დაავადება გაგიგონიათ, მე თურმე მქონდა ბოტკინი, ვერ ვამჩნევდი ამას და გამირთულდა მდგომარეობა, არ ვიცი, აი კატასტროფულ მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში. აი როცა ბოტკინი გაქვს, წარმოიდგინე კროსები და ჩემი წონისკაც შემაჯენდნენ და სტადიონის გარშემო კრუს მაკეთებინებდნენ და სუსტად ვიყავი, მაგრამ ვაბრალიდი ამ ძიმე დატვირთვებს, რომელსაც ითხოვდნენ და არც ვიყავი, ნახეთ, როცა ამ ერთი პატარა გუნდიდან ძირითად გუნდში გადადიხარ, იქ დატვირთვები სულ სხვანაირი იყო და ამიტომ სანამ არ დავეცი ლამის და არ გავითიში ერთ-ერთ ვარჯიშზე, მანამდე საავადმყოფოში არ წავედი და აქ დაიწყო ჩემი რაღაცა ცხოვრების ესე ვთქვათ, ნგრევა, აღმოჩნდი დეპრესიაში,
პირველად გავაცნობიერე, რომ ყველაფერს კარგავდი, ესე იგი, სიკვდილს შავხედე თვალებში მეგობრებო, ექიმები წარმოიდგინეთ მაშინდელი საავადმყოფოები, ლამის შუშები არ არის საავადმყოფოებზე მეგობრებო, არაფერი არ არის, სამკურნალო საშუალებები არ არის. და წევარ და 3 თვე გავატარე საავადმყოფოში. მაშინ როცა ტიპიურად ბოტკინს მეგობრებო, ყველაზე დიდი გართულებით 20 დღე ჭირდებოდა. მე 3 თვე გავატარე, 94 დღე გავატარე საავადმყოფოში. შემონახული არის ეს ხელნაწერები, მაგრამ ალბათ ძნელი იქნება მისი გარჩევა, სადაც ეწერა ჩემი დიაგნოზები. ღვიძლი იმ ხელაზე მქონდა გადიდებული, გარედან მეტყობოდა გადიდებული ღვიძლი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა, მოვხვდი დეპრესიაში, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ გვდებოდი ძვირფასებო, ეს თუ კი ვინმეს გქონიათ ეს მომენტი, გაიაზრებთ, მოსაყოლად ადვილი არის. შენ ფიქრობ რომ გვდები, საავადმყოფოში ბევრი ადამიანი გვდებოდა, ყველა ეს სიკვდილი იყო ჩემთვის ლახვარი. ერთხელ ერთ ჩემთან პალატაში შემოიყვანეს ღვიძლის პრობლემებით კაცი, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაწერეს თბილისში და მე გავიგეთ რომ გარდაიცვალა თბილისის საავადმყოფოში და ეს ჩემთვის იყო უკვე დავიწყე ესეთი დათვლა, მაგალითად ექიმს ვეკითხებოდი, რამდენ ხან შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა დაუშვათ ვისაც აქვს ღვიძლის სიმსივნე და რაღაცა და ის მეუბნეოდა გააჩნია სტადიას, ის ვერ ფიქრობდა რომ მე ჩემ თავზე ვგულისხმობდი, იმიტომ რომ ისე ტექნიკურად ვეკითხებოდი და ერთხელ მითხრა რომ რა ვიცი ახლა თუ უკვე ბოლო სტადია არის 2-3 თვეო მაქსიმუმო და ხალხო მაშინდელი მკურნალობის იქ არისო თურქეთში წასვლისა. იფიქრეთ ახლა არაფერი საშუალება არისო რომ ადამიანს რამე გადაემკურნალა და დღეს მედიცინა შედარებით ისეა განვითარებული რომ და აღმოჩნდი საშინელ სიტუაციაში. ერთი ძმა მყავს, რომელიც მაშინ დაჭერილი იყო, ჩემი ძმა. დედაჩემს ვერაფერს ვერ ვეუბნეოდი ამ ჩემ დეპრესიაში. მე თავს კი არ გაწოდებთ ხალხო. აი უბრალოდ ამ წინაპირობას გიყვებით იმისთვის, როგორ მოქმედებს უფალ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რა შუაშია უფლის მოქმედება. შუაში კი არა მთავარი არის ეს ყველაფერი ძვირფასები. მე დღეს გაბედულად შემიძლია გითხრათ რომ აქვს თუ არა ღმერთ სხვა გზა, ალბათ აქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში უფალმა ამ გზით იმოქმედა. მე რაღაცა ჩამომენგრა რაღაცა კერპი. ჩემ ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ ქონდა ღმერთს და არც არანაირი გეგმა ჩემ ცხოვრებაში არ არსებობდა ამასთან დაკავშირებით. მე კიდევ ვიმეორებ, სანამ უფალთან არ მივალ, მეგობრებო, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ გავიგებ. შეიძლებოდა თუ არა სხვანაირად, რომ გითხრათ ეხლა რამე განსაკუთრებულს ვაშავებდი, რასაც აშავებენ მოზარდები, იმას ვაშავებდი ეხლა და იმ დროში კიდევ რა უნდა გამეფუჭებია ისეთი ტელევიზორი კვირეებით შუქი არ იყო და ტელევიზორი რომ გეყურებია, ინტერნეტი საერთოდ არ არსებობდა და რასაც ბოთაობდნენ ჩემი ტოლას ხვები, მეც იმას ბოთაობდი. მეტი საცტური და მეტი საშუალება არ იყო. თუმცა, რადგანაც უღმერთო ხარ და რადგანაც ღმერთის არ გწამს, ბუნებრივი არც არაფერი საზღვრები არ გაქვს და თუ კი გაჩნდებოდა შესაძლებლობა, ალბათ ყველაფერს ცუდს გავაკეთებდი, როგორც ბევრი ადამიანი და როგორც ხვები. ასე რომ იმის თქმა კი არა, მე კარგი ვიყავ. იმის თქმა არა, მეგობრებო, იმიტომ რომ უღმერთო დაკარგული ადამიანი ვიყავი, არანაირი იმედი არ გამაჩნდა და აი ასეთ ცუდ გარემოებაში, საშინელ მდგომარეობაში ღამე საბანს ვიფარებდი ხოლმე და ვტიროდი ხოლმე საათების განმავლობაში. ახლა ცხვენოდა ან ეგთანს არ გაევლო, ხანდახან თანაპალატელიც არ მყავდა, იმიტომ რომ ადამიანები მოვიდოდნენ, გავიცნობდით, გაწერდნენ, მოვიდოდნენ, გავიცნობდი, მე ვიყავი ერთი მარადიული პატიმარი, რა ვიცი, 94 დღე გავატარე საავადმყოფოში და როცა მარტო ვიყავი ხოლმე მეგობრებო, საბანს წავიფარებდი, ვტიროდი ხოლმე და აბსოლუტურად უიმედობა და ერთხელ მოხდა ასეთი რაღაცა, ვიღაცამ ნახველი მოვიდა, შიგნით არავის არ უშვებდნენ, დაკეტილი სისტემა იყო და ამომიტანეს რაღაცა, ეხა ეგთანმა ამოიტანა საჭმელები, მე მკაცრ დიეტაზე ვიყავი და ყველა ნახველს ეს არ ესმოდა, მაშინ რა უნდა მოეტანა და ვიღაცა შემოუტანია ყველი და ეს ყველი იყო გადახვეული რაღაც გაზეთში და იმდენად მოწყვეტილი ვიყავი გარემოს და ისე მინდოდა რაღაცა ნაგლეჯი წამეკითხა. მეგობრებო, ეს 90-იანი წლები იყო, დღე რა გონიათ, სავსე იყო კიოსკები, გაზეთები, არაფერიც არ იყო. და მკითხველი ვიყავი ზოგადად, კითხვა მიყვარდა და გავშალე ეს და დაღეჭილი გაზეთი და გადავავლე თვალი და გაზეთის ბოლო გვერდზე იყო ლოცვა მამაო ჩვენო, არ დამავიწყდება, გაზეთის ბოლო გვერდზე. რატომ იყო არ ვიცი. ხო და ეს ყველა გვერდი რომ წავიკითხე და ერთი იმით ხო და იქ იყო ბოლო გვერდზე და ეხლა ამ მამაო ჩვენოს დღეს რა ვიცი ახლა დიდმა და პატარამ შეიძლება ცოტა შეეშალოს, მაგრამ ყველა მიცის და მე გაგონილიც არ მქონდა მამაო ჩვენო, საერთოდ გაგონილიც არ მქონდა ძვირფასებო და
ამიტომ ჩავიკითხე და რაღაცნაირად მოვიდა აზრი, რომ იქნება მან მიშველოს. არ ვიცი, ხა ძალიან მოკლედ მინდა ეს ყველაფერი, არ მინდა ძალიან დიდი დრო დავუთმო ამას და ეს იყო ჩემი პირველი ლოცვა ძვირფასებო იმ ღამეს ჩემს პალატაში. დაახლოებით ასეთი შინაარსი ჰქონდა ჩემ ლოცვას დაწოლილ მდგომარეობაში ღმერთს ვეუბნებოდი თუ ცოცხალი გამიყვან უფალო აქედან მე გპირდები რომ დაგინთებ თქო სანთელს. ეხლა შეიძლება გაგეცინოთ. ეხლა დაუკვირდით. აქვე მინდა ის ჭეშმარიტება ჩავაქსოო რომ ხშირად მეგობრებო ჩვენ ეს კონფრონტაციული რეჟიმი ტრადიციულ ეკლესიასთან მე ამას სულ ვიძახი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. 2 წელი მეგობრებო ამ ლოცვის შემდეგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავატარე. და მე არ მგონია და არ ვფიქრობ რომ მეშმაკმა მიპასუხა და მომატყუა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში წამიყვანა. მე მაგის მტკიცება რო შემეძლოს გაბედულად გეტყოდით მივიღე თუ არა იქ ზეციდან შობა, მაგრამ მაქვს უფრო მეტი აზრი ამისა რომ დიახ იქ მივიღე ხელახლა შობა. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ცვლილებები დაიწყო და ადამიანის ცხოვრების ცვლილება თუ ხელახლა შობის გარეშე ხდება, მაშინ რაღაც ვეჩიჩინებით ადამიანებს ხელახლა შობაზე. ამას ეკლესია კი არ აძლევს. თქვენ რა გონია თქვენი ეკლესია, ჩვენი ეკლესია იხსნის ხალხს? არავის უთხრათ ეგ მეგობრებო დაგცინებენ. ეკლესია არ იხსნის ხალხს. ეკლესია არ არის, სადაც ადამიანები იმას ხელახლა შობას და გარანტირებულ გადარჩენას იღებენ. არცაც წერილში არ წერია რომ ეკლესია იხსნის. ჩვენ ვიცით რასაც გვეუბნება წერილი რომ არ არსებობს ხსნა არც ერთ სახელში გარდა იესო ქრისტეს. ამიტომ გეტყვით ეს იყო ჩემი პირველი ლოცვა. თუ არსებობ ღმერთო გადამარჩინე, გამიყვანე აქედან და სანთელს დაგინთებ თქო. გავიდა რამდენიმე კვირა, არც ეს ლოცვა მახსოვს, არაფერი არ მახსოვს. ჩემი ცხოვრება ისევ დაღმა მიექანება, მე ასე ვფიქრობ და ერთ დღეს მეგობრებო დამიწყეს ისა, წამიყვანე ეს ლაბორატორიაში სისხლი ამიღეს, კიდევ რაღაცა რენტგენი გადამიღეს და ეგ თავს ვკითხე რომ მე ვუთხარი რატო აკეთებენ ამას? არ ვიცი შვილო, ასეო ალბათო გაწერას აპირებენო თბილისშიო. ხო და ეს იყო მორიგი დარტყმა, ამიტომ რომ ძიმე ვარ ისედაც ვიცი, ყვითელი ფერის ვარ აბსოლუტურად. მახსოვს ეს ექიმი ამაგდარი ცნობილი ექიმი იყო, ისეთი მოხუცებული იყო, სამკაც შემოყავდა პალატაში, მაგრამ ძალიან ცნობილი ინფექციონისტი იყო და თავს გადააქნევდა ხოლმე რა ეშველება ამბით ჩაილაპარაკებდა და ამ დროს ახლა ეგთან იგეუნებო თბილისში გწერენ და ეს თბილისში გაწერა მაშინ ნიშნავდა რომ აი ლამის დაგითხოვეს, ან სახლში გიშვებენ და უნდა მოკვდეს სახლში და გავიდა კიდევ რამდენიმე დღე მეგობრებო 2-3 დღე და შემოვიდნენ და მითხრეს სახლში მიდიხარო და ეს იყო ბოლო ლურსმანივით კუბოზე. ხომ უნდა გაგეხარდეს როცა სახლში გიშვებენ. და მე ლოცვა არ გამხსენებია. ლოცვიდან არის დაახლოებით გასული 2 კვირა. 10 დღიდან 2 კვირამდე. და მე მიშვებენ სახლში ძვირფასებო და მე ვფიქრობ რომ მიშვებენ რომ მოვკვდე ჩემ სახლში. თებერვალში დავწექი სამომტყოფოში გამოვედი, რავი, მაისია აყვავებული ბუნება. და მოხდა იმ ღამეს საოცრება, იმ ღამესვე ძვირფასებო, ყურადღებით მომისმენთ, იმ ღამესვე. მესიზმრება კოშმარული სიზმარი, სიზმარში ვარ ტაძარში. სიზმარში მახსოვს რომ ღმერთს ვარ სანთელ შეპირებული, აი ამას რასაც გიყვებით მეგობრებო, რაც მახსოვს ეს არის 100%-იანი სიმართლე. ამ სიზმარში მახსოვს რომ ტაძარში ვარ და თან ისიც მახსოვს რომ ღმერთს შევპირდი რომ სანთელს დაგინთებ, რომელიც არ გამხსენებია, მაგრამ სიზმარში მახსენდება. და ესე დიდი მაგიდა დგას ჩემს წინ, იქით სადაც საკურთხეველია ძვირფასებო სანთლები ანთია. მე მინდა რომ იქით წავიდე, ეს მაგიდები არ მიშვებს, მაგიდები დადიან ეს. შეიძლება რაღაც უცნაური იყოს სიზმარში, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცა, ხო? და ამ მაგიდებზე აწყვია მრავალი წნილი, მრავალი ისეთი საჭმელები, რომელიც გენატრება, მაგრამ კაც დიეტაზე ხარ, არ შეიძლება და ამას თითქოს ვიღაცა პირში მატენის და ვიტანჯები, ხო? ვიცი რომ არ შეიძლება ვიტანჯები, ლამის მტკივა ორგანიზმი და მეღვიძება ამ კოშმარიდან და რას ვაკეთებ, გათენდა თუ არა მივრბივარ ეგრევე ტაძარში, ძვირფასებო და ვანთებ სანთელს. თუმცა ან ჩემ დანთილ სანთელს რა აზრი აქვს, წარმოდგენა არ მაქვს იესო ქრისტეს სახელია თუ გვარი, არ ვიცი არაფერი. ძალიან მალე ხდება ასეთი რაღაცა. ერთი ახალგაზრდა გოგო გავიცანი, რომელიც ანუ თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ დედა ყავდა ჩემი სოფლიდან და ზაფხულობით ჩამოდიოდა როგორც ხდება ხოლმე. არ ვიცი თითქოს პასუხი, ეს ბავშვი, ეს გოგო, რომელიც 2-3 წლით უმცროსი იყო ჩემზე. აღმოჩნდა რომ იყო ისეთი ძალიან მაგარი მართლმადიდებელი, ოღონდ თავისებური მართლმადიდებელი იყო, აი დღევანდელი გადმოსახედიდან, მაშინდელი
იმიტომ რომ მე მართლმადიდებელი მე არ ვიცოდი არც მართლმადიდებლობა, არც კათოლიციზმი, არაფერი არ ვიცოდი, ხალხო, ხვდებით? ეს იყო პერიოდი, როცა ყველა ცენტრალური ეკლესია დაკეტილი იყო და ზოგი საწყობად გადაკეთებული იყო და მახსოვს ჩვენს ტაძარზე, ჩემს სახლთან ტაძარი იყო, ტაროებს შევწავდით ხოლმე, შიგნით სიმით შევწავდით ხოლმე, ნახშირებით მე ვაწერდით ამას პლუს იმას უდრის ამას, ამას პლუს იმას უდრის ამას. ეს იყო ჩვენი ცოდნა მხოლოდ ეხა. შეიძლება ზოგს უკვირდეს კიდევაც, მაგრამ ეს პერიოდი გამოვიარეთ და ეს ბავშვი გადამეკიდა, არ ვიცი, მეუბნება შენ ღმერთი უნდა ირწმუნო, ღმერთს ასე უნდა, ღმერთმა მითხრა, მეუბნება და თავიდან პირდაპირ ვამბობ, რომ არ ჩავთვალე ეს ბავშვი ნორმალურად. და თავს არ მანებებდა, გავიღვიძებდი, ჩემთან იყო და მეკაჩებოდა ეკლესიისკენ. იმდენს მიაღწია, რომ ესე იგი წამიყვანა თბილისში, მიმიყვანა იქ თავის მოძღვართან და აი ასე ნელ-ნელა მეგობრებო დავიწყე საეკლესიო ცხოვრება, დავიწყე მარხვები, გუნდში ჩათვალეს, ხო, სასწაული ის იყო, რომ როცა ექიმებმა მითხრეს, რომ მე კითხავ დაუსვი ასეთი მთავარ ექიმს, რომ შევძლებ ფეხბურთის გაგრძელებას თქო და ასე მითხრა, რომ შვილო, ცოცხალი თუ დარჩიო, მთელი ცხოვრება დიეტაზე მოგიწევს ყოფნაო და 6 თვის თავზე დავბრუნდი ფეხბურთში, მეგობრებო, წარმოგიდგენიათ? მე ღმერთისთვის განკურნება არ მithოვია, მაგრამ ღმერთმა ასე გააკეთა. მე გადარჩენა ვთხოვე ღმერთს, მაგრამ 6 თვის თავზე დავბრუნდი ფეხბურთში. და როცა ეს ასე ცხოვრება დავიწყე, ჩემმა თანაგუნდელებმა, მეგობრებო, ნახეთ, მარხულობდი, აღარ ვიგინებოდი, სუციტყვებს აღარ ვლაპარაკობდი და მეუბნებოდნენ იაღოველი გახდიო. ბიჭო, მიგვირდა კაცო, მართლმადიდებელი ვარ, იაღოველს რატომ ეძახიან? იმიტომ რომ რაღაცნაირად ღმერთმა ისე გარდასახა ეს ცხოვრება, რომ რატომ ყვები ახლა ამას მიაქციეთ ყურადღება? იქ და თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ახლა მართლმადიდებლობის პროპაგანდას ვეწევი? არა, ძვირფასები. არა, არავითარ შემთხვევაში. ეს რაღაცა ზებუნებრივი მართული პროცესი იყო. ეხა კიდევ ვიმეორებ ხალხო, აი, როცა ღმერთი იხსნის, როცა ღმერთი ერევა, ღმერთი სასწაულებს აკეთებს. და ეს არ იყო ის პერიოდი თანაც, როცა მე რასაც გიყვებით, მეგობრებო, მაშინ პროტესტანტული ეკლესიები საქართველოში იყო ძალიან მცირე დოზით წარმოდგენილი, ხვდებით? შეიძლება ეს მსახურება ყოფილიყო ერთი ალბათ ოზურგეთში, ორგანიზებული მსახურება, სადღაც ალბათ თბილისში, პადვალში, დაახლოებით. და ახლა მან ჭიათურაში და საჩხერეში და ზესტაფონში და ნუ ზესტაფონშიც იყო ალბათ უკვე, რადგან ომანი უკვე მორწმუნე იყო. რა მოხდა შემდეგში ძვირფასებო? მე მაჩუქეს ახალი აღთქმა. თუ გამოიცნობთ ვინ მაჩუქა? იეჰოვას მოწმეებმა. მაჩუქეს ახალი აღთქმა. მაგითხავდნენ სახში მუდმივად და წკიპზე გავიარე, პირდაპირ ვიტყვი. ხელახლა შობილი ქრისტიანები ასე არ იქცევიან სამწუხაროდ. ჯერ იშვიათად რომ ვიღაცას გაუზიაროთ და ვიღაცის მიმართ ასეთი თავშეწუხება მოხდეს, მაგრამ ერთხელ თუ უთხარით ეკლესიაში არ წამოვყვა, ჩვენთვის არის როგორც ცოდვილი და მებაჟი. ამათმა თავი არ დამანებეს ხალხო. მაკითხავდნენ, სპეციალურად რაღაცებს აკეთებდნენ, შემხვდებოდნენ, ეპატიჟებოდნენ მსახურებაზე, კრებაზე. მიაღწიეს იმდენს, რომ გაორება დამეწყო. სახარებას ვკითხულობ, ამათან წასვლა არ მინდა, დამეწყო გაორება, სახარებას ვკითხულობ, კარგად ვკითხულობ, ვერაფერს ვერ პოულობ ჩემ არგუმენტებს, მივდივარ მოძღვართან, ის ვერაფერს ვერ მეხმარება, ვერაფერს ვერ მასწავლის, მეუნება გადააგდე ეგ წიგნი, აქ ჭირდება, მაშინ ასე იყო. ეგ მაგათი წიგნია, ვინ მოგცა მაგის საკითხვის უფლება და როგორც ხდებოდა ხოლმე ძვირფასებოდა. ნუ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ამ ეკლესიაში ორი ადამიანი იცნობს, ეს არის ერთი ნანა ჩვენი და თათაზო კირკიტაძე. გამოჩნდა ადამიანი ამ პერიოდში, აი ამ დაბნეულობაში, მე ისევ ტაძარში ვარ, მაგრამ გაორება მაქვს, ხატთან ვეღარ ვლოცულობ, მაგრამ ტაძრის გარდა სხვაგან არსად არ დავდივარ. გამოჩნდა ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა, ჩვენ რაღაცა პატარა ბიზნესი ვქონდა, გვითხრა ეს ამის წინაც მოვყევი ძალიან მოკლედ, გვითხრა რომ მე ფული უნდა შემოვიტანო, ჩემ ძმამ საჭიროდ ჩათვალა, ჩემი ძმა მხატვარია და
პროფესიით და ნუ რაღაცებს ჭაღებს და იმას ვამზადებდით თაბაშირისგან რაღაც რემონტების აქსესუარებს და ჩემაც მამ ახლა უთხრა რომ ბიჭო ჩვენი სკოლელი იყო ერთად გაზრდილები ვიყავით სოფელში და უთხრა რომ ეხა როგორ მოგატყუოთო აი ლამის დავიკეტებითო ფულ არ მუშაობსო რა არ არისო მოთხოვნა ვის რემონტება დანგრეულია ყველაფერი ეს უკვე არის მეგობრებო 92 წელი 2 წელი გავატარე ასე მართლმადიდებლურ ეკლესიაში სადაც მეტნაკლებად ასე ცხოვრება მოვიწესრიგე იმდენად რომ ჩემი მართლმადიდებელი გუნდელები და მეგობრები იაღოველს მეძახდნენ. ხო გასაკვირია. იმიტომ თუ ცხოვრებით არ გეტყობა, მაშინ არავინ არაფერს არ დაგიძახებს. გამოჩნდა ეს კაცი სახელად გოგი ცერცვაძე, რომელმაც შემოიტანა წაგებულ გასაკოტრებელ ბიზნესში და წააგო კიდევაც ის ფული ერთი მიზნით რომ ჩვენთვის ეკადაგა სახარება. ეს ბიჭი ახალი მისული იყო თვითონაც ეკლესიაში, აქ ქუთაისში, მათი მეშვეობით ირწმუნა. დაბრუნდა შემდეგში ჭიათურაში. იქ იყო უკვე პატარა ჯგუფი ორგანიზებული, ძალიან პატარა ჯგუფი, ბელორუსიელი ადამიანი იყო, ერთი მის სახლში იკრიბებოდნენ და მთელი უბანი იქ საშინელებებს და კატასტროფებს ყვებოდან, იმდენი ჭორები დადიოდა, იმდენი არასწორი ხმები ისმოდა, ძვირფასებოდა. ამან ისე მოახერხა რომ ერთ დღეს მითხრა რომ დამპატიჟა მეგობრებო და ნუ ხშირად არის ხოლმე რომ მე მომისმენია ამ ეკლესიაშიც მომისმენია კი მინდა დავპატიჟო მაგრამ სად დავპატიჟო არ ვიცი ახლა რა ქვია ამერიკის პრეზიდენტის დაპატიჟებას თუ აპირებ არ გაუკვირდება ახლა იმასაც ევანგელისტური შეხებულებები ქონია ალბათ შეხებები გარკვეულ ეკლესიასთან და მაგრამ ნუ ხალხი ხშირად ამით თავს იმართლებს ხოლმე სად დავპატიჟო ესე იგი როგორ დავპატიჟო და სად დავპატიჟო ხო და ნუ ამ კაცმა დამპატიჟა იქ შეიძლება არ იყო კარგი გათვლა მე აღმოჩნდი აბსოლუტურად უცხო გარემოში ამას როცა ვიყენებ მეგობრებო ეს არ არის ეკლესიის ლანძღვა ეს არის სწორედ დღევანდელი გადასახედიდან ობიექტური შეფასება როგორ შეიძლება იყოს ეკლესია ისეთი რომ მინიმუმამდე იყოს შემცირებული ადამიანების დაბრკოლება მინიმუმამდე იყოს ეს ყველაფერი შემცირებული მივედი რაღაც ესე კრუგზე იდგა 4-ის კამეიკა იჯდნენ ადამიანები როცა ლოცვა დაიწყეს ძვირფასებო ყველამ დაიჩოქა მე დავრჩი მარტო ერთი ფეხზე წარმოუდგენელი იყო მაშინ ვინმეს არ დაეჩოქებია ეხლა ვიღაცა იტყვის დაჩოქება ცუდია ცუდი არ არის მაგრამ არის ის აუცილებლად ისე საკეთებელი დღეს რატო აღარ იჩოქებით ყველანი ეკლესიაში ჩვენ ხო არ დაგიშალეთ არ დაიჩოქოთ თქო თუ ვინმეს უნდა რომ დაიჩოქოს მე სამი კაცი ჭირდება ასაყენებლად როგორც წესი ახლა ხო მე უყურებ ერთადერთი თვალხილული კაცი რომელიც ვარ ფეხზე და არჩენს უყველა დაჩოქილი არის ერთი ფიქრი ვიფიქრე რომ მოდი ახლა გავალ აქედან მაგრამ ამის მომერი და მეთქი ეს რა სიტყვის და ნუ დაამთავრეს ასე ახლა რაღაცა და მე მეკითხებიან ხომ მოგეწონაო და ნუ ახლა მოვიტყუე იქ რომ რას ლაბარაკობთ გადასარევი იყო თქო და ეს მიხვდა ეს ჭკვიანი ბიჭია და ეს მიხვდა მეგობრებო და ახალი გეგმა შეიმუშავა თურმე და რა ვიცი ერთი თვის შემდეგ დაახლოებით თხოვა თბილისში წამყევიო მეუბნე რა ხდება რაღაცა საქმე მაქვს და წამყევი ძალიან გთხოვო რომ რაღაცა მაქვს წასაღები წამიყვანა და ისე მოაღწია რომ იქ ისე გააკეთა რომ იქ რო ჩავედი წამიყვანა თბილისის მსახურებას უკვე პადლიდან ამოსული იყო ეკლესია და იქვე ცენტროლიტის კლუბში ტარდებოდა მსახურებები მეგობრებო უკვე ეკლესიას ყავდა გუნდი ქონდა სინთეზატორი რაღაცა და როგორც კი იქ რა ვიცი მსახურება დასრულდა რა ვიცი უფალი შემეხო ძლიერად და იქ მივიღე იესო ქრისტე როგორც ჩემი პირადი მხსნელი მეგობრებო ასე შეუერთი ეკლესიას მოკლე ხანში მოვინათლე ეს იყო ნოემბერი დეკემბერი მაისის თვეში მოვინათლე მანამდე სულიწმიდით მოვინათლე და ნუ ასე გავხდი ეკლესიის წევრი მეგობრებო ასე რომ ვინ ვიყავი ქრისტემდე ვიყავი ცოდვილი ადამიანი ვიყავი ათეისტი მაგრამ ღმერთმა ასეთი გზებით მატარა მეგობრებო და მე ამას ჩემი ცხოვრებიდან ვერ გამოვტოვებ და ვერ ამოვშლი თუ პატიოსანი ვიქნები ასე მოხდა აი ასე მოხდა ეს ახლა იმას ნიშნავს რომ ჩვენ ადამიანები პირველად მართლმადიდებლურ ეკლესიას წავიყვანოთ რა თქმა უნდა არა ძვირფასებო ან ვიყოთ ყველაფრის მიმართ ტოლერანტულები რა თქმა უნდა არა ჩვენ როცა სახარებას ვქადაგებთ მეგობრებო კონფრონტაციის ხაზები უკვე არსებობს როცა შენ სახარებას ქადაგებ კონფრონტაციის ხაზი უკვე არსებობს მორჩა საკმარისია სახარება ილაპარაკო საკმარისია კითხვა დაგისვას ვიღაცამ საკმარისია აზრით კითხოს ვიღაცამ როცა შენ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს გააჟღერებ კონფრონტაციის ხაზი უკვე არსებობს მაგრამ მე ვლაპარაკობ როცა თქვენ ხელოვნურად მეგობრებო ხელოვნურად და კიდევ უფრო მეტად ხელოვნურად არ ვიცი იმის გამო რომ ვიღაცებს აზრი წამებში შეაცვლევინოთ
გადადიხარ წარმოუდგენელ კონფრონტაციაში და ადამიანებს აღარ რჩებათ, ან უნდა მოგისმინო შენ და ყველაფერს თავის რელიგიურ გზნობებს მიაყაროს მტვერი და ნაგავი, რაც არ შეუძლიათ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში იმ წუთას, ან და გააგრძელო ასეთ ადამიანებთან ძალიან მიზანმიმართული შრომა, ძალიან გეგმაზომიერი მეგობრობა, პატივისცემა მისი შეხედულებებისა, მისი რელიგიური წარმოდგენებისა და წარუძღვე უფალო ამ ადამიანს უფრო შორი პერსპექტივიდან, უფრო შორი გზით წარუძღვე უფლისკენ. ჩვენ აქ ცხოვრობთ ხალხო, ჩვენ საზოგადოებას არავინ არ გამოგვიცვლის. მე არ ვიცი თქვენ რაზე ლოცულობთ, ან მე არ ვიცი თქვენ როგორი წარმოდგენა გაქვთ, თუ თქვენ ხედავთ რომ 10 წლის მერე საქართველოს ევანგელიური ქვეყანა იქნება, ირწმუნეთ, მეც არ ვიქნები წინააღმდეგი, მე შემოგიერთებოდი თამაში, მაგრამ ხედავთ საზოგადოება როგორია დღეს. ხედავთ მეგობრებო რომ 80-იანებიდან გამოსული ათეიზმის გადალახა ეს ტრადიციულმა ეკლესიამ და ისინი დღეს გაცილებით გაძლიერებულ პოზიციებზე დგანან მრევლით, მხარდაჭერით, სანდოობით, იმის მიუხედავად, როცა ამდენი არასწორი ხდება, იმის მიუხედავად, როცა ამდენი რამ ვრცელდება, ქვეყნდება, მაინც რჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო. წარმოგიდგენიათ მეგობრებო, ეს ორგანიზაცია მთავრობაზე, პოლიციაზე, ჯარზე მეტად სანდოოდ მიაჩნია ხალხს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. და მე რას გელაპარაკებით ახლა პროპაგანდას ვეწევი რამ ეს? არა, მე უბრალოდ გაჩვენებთ ჭეშმარიტებას, რომ ეს თავზე ხელაღებული კონფრონტაციული რეჟიმი არ ეხმარება საქმეს ძვირფასებს. და ჩვენ ამას კიდევ შევეცდებით რომ დაგანახოთ პატარ-პატარა რაღაცეები. ნუ როგორც გითხარით, ეს ორი ადამიანი გამოიყენა ღმერთმა, ერთი ეს გოგონა, რომელიც შემდეგ ჩემი მეშვეობით ევანგელისტი გახდა და მეორე ეს იყო ეს გოგი. ორი ადამიანი გამოიყენა ღმერთმა ძლიერად. მე იმის მიუხედავად რომ ხელი არავის დაუსხია, იმის მიუხედავად რომ საუნტყოფოს ჩემთვის ახარება არავის არ უკადაგია, ორი ადამიანი გარდაულად იყო საჭირო ჩემს ცხოვრებაში რომ მე უფლისკენ მოbrunებულიყავ. გესმით ეხლა რასაც გეუბნებით ამით? რა არის ეს ჭეშმარიტება? თქვენ ვიღაცეებს ჭირდებით. თქვენ ვიღაცეებსაც აუცილებლად ჭირდებით. ხანდახან აი არ ვიცი ამაცავით თავზე ხელაღებული უნდა იყო. ხანდახან ამაცავით მიძღვნილი უნდა იყო. ხანდახან როგორც იესო ამბობდა თუ ვინმე ერთ მილზე გთხოვოს სასვლა ორ მილზე გაყევიო. ხანდახან ფეხის დასველება უნდა მოვინდომოთ, ხალხო, ესეც ალეგორიული ნათქვამია. არ გამოდის ესე სადღაცა ვიწკიპინო და ამ ორმა ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთეს ღმერთისგან აღძრულებმა. წარმოგიდგენიათ? როცა ამ გოგოს მე ჩემი გატაცებების შესახებ უთხარი, როცა აღმოჩნდი ევანგელურ ეკლესიაში, ისე გამიბრაზდა ხმას არ ვცემდა ერთი თვე. მაგრამ შემდეგში ისიც ნაწილი გახდა ჩვენი ეკლესიისა და აქტიური ნაწილი. ხოლო პარადოქსი ის არის, რომ ის კაცი, ვინც მე ამ ეკლესიაში მომიყვანა, დღეს ეკლესიაში არ არის. ღმერთის საოცარია ძვირფასეო. დამას რაღაცა დასრულებულ ფორმად არ ვამბობთ, ხომ? ღმერთ შეუძლია დაცემულის წამოყენება. წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთა. მთელი სოფელი ლანძღავდა, იმიტომ რომ მხოლოდ მე კი არ შემიძინა. ჩემი ძმა, შემდეგში ერთი ბიჭი, რომელიც ეკლესიის პასტორი გახდა შემდეგში და კიდევ ერთი ძმა, ვეფხვია ცერცვაძე. მთელი სოფელი ლანძღავდა, რომ წაიყვან ეს ახალგაზრდა ბიჭები, ჩაითრია სადღაცა და ლანძღავდნენ და რა ვიცი, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჭორავდნენ და 1000 გვარი რაღაცა იყო. აი ასე არის ადამიანების როლი, ასე არის თითოეული თქვენთაგანის როლი. შეიძლება ერთთან მიხვიდეთ, მაგრამ ბადეს მეტი მოყვეს. მე არ მგონია და არ უთქვავს მაგას მეგობრებო, რომ დიდებული გეგმა ქონდა, რომ ჩვენ აუცილებლად მოგვაქცევდა ჩვენთან შრომას, ჯობდა საერთო არ ეშრომა. დასაწყისი ისეთი იყო. როცა ჩვენთან შემოვიდა, რა დღეში აგდებდნენ ხოლმე ამ მაღალი მორალიზმით, იცით? დაუწყებდნენ ჩემი ძმა და ისა სპეციალურად ესე გამოწვევებს, აბა ასე რო იყოს, ის რო იყოს, იმ ქალმა რო ასე გითხრას. არ ვექცეოდით მას ჩვენ კარგად, იმ თვალსაზრისით კი არ ჩაგრავდით, მაგრამ ნახეთ, უწყობდით დიდ გამოწვევებს და განსაცდელებს. მათესახარებიდან მინდა წაგიკითხოთ ერთი მონაკვეთი 23 თავი. რამდენიმე მუხლი, პირველი მუხლიდან. მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს, უთხრა მოსეს ტახტზე დასდნენ წიგნობარნი და ფარისეველი. ამიტომ ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. მე არ წავიკითხე ყველაფერი, მეგობრებო, იქ მერე იესო ამბობს, რომ მათ უყვართ ნადიმებზე ხდომა, ესალმებიან, მამაოს ზახილი, მოძღვაროს ზახილი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ დაიწყო იესომ ნახე, მოსეს ტახტზე დასხდნენ ვინ? წიგნობრები და ფარისევლები. იესოს არ უთქვავს, სადაც დაინახავთ, თავს დაესხით ყველგან, ისე უნეოდა რასაც ისინი გეტყვიან შეასრულეთ და დაიცავით. იმიტომ რომ იესომ დობას უცხადებს მოსეს რჯულს. იესომ დობას უცხადებს მოსეს რჯულს. მან ფაქტიურად ზღვარი დადო ასეთი, თუ ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც მოსემ თქვა, მოусმინეთ, მაგრამ ისინი ერთს ლაპარაკობენ, მეორეს აკეთებენ. რასაც აკეთებენ, ის არ გააკეთოთ. მე მეგობრებო, პრაქტიკაში მინახავს ბევრი ადამიანი, არ აინტერესებს კარგი პიროვნება არის, სახარებას ელაპარაკება, მარტო იმისთვის, რომ სწორად გამიგეთ, წვერი აქვს მოშვებული და სახარება აცვი, ისა ანაფორა აცვია, შეუძლია ჩვენებს რომ არ მოусმინო, მაგ მათყუ არა არის. იწვევს ეს კონფრონტაციას. ნუ დაიბნევით ძვირფასები. ნუ დაიბნევით. მოთმინებით მოიქეცით. ურთიერთობები აშენეთ. იმეგობრეთ. მე მეცაც გეტყვით, გაგახსენებთ იესომ ასეთ სიტყვები თქვა, შეიძინეთ მეგობრები, რითიო? უსამართლობის მამონით. ეგ მონაკვეთი გახსოვთ დამეხმარებით სად თქვა იესომ? მოყვა ისტორია ერთ მოურავზე, რომელიც მოხერხებული კაცი იყო. ბატონის ფულს განკარგავდა ასე, ნახეთ. დაუძახა მევალეებს და უთხრა, რამდენი გმართებს ჩემი ბატონისო? 700 ლარიო, მოდი გადავაკეთოთ თამას უქიო, 300 დავწეროთ. ასე იქცეოდა და ნახეთ იესომ თქვა ეს უღმერთო კაცი, ნახეთ როგორ იქცევ და მერე დაამთავრა ასე, შეიძინეთ მეგობრები. შეიძინეთ მეგობრები, ანუ მეგობრების შეძენაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და არა იმას ის კაცი რას აკეთებ. იმიტომ რომ იესოს არ უთქვავს რომ ის კაცი კარგად იქცეოდ. აი წუთის სოფლისზეა და მოხერხებულად იქცეოდ. ანუ ამით მისასვლელი გაიკეთა ყველა ოჯახში. პატივსცემდა ადამიანებს. ჩვენ მეგობრები უნდა შევიძინოთ ხალხო. ეს არის ჩემი თხოვნა. მე რა უფლება მაქვს? მე მეწე არ ვერ შემოვალ. თუ კითხვებს დაგვისვავთ, გიპასუხებთ, მაგრამ მე ახლა მეგობრებო სტრატეგიას ვერ მოგაწვით ყველას, იმიტომ რომ ყველა ერთი და იგივე სტრატეგიით არ მოქმედებს, იმიტომ რომ ღმერთი არ მოქმედებს ყოველთვის ერთი და იგივე სტრატეგიით. მაგრამ ის რაც შავი თეთრზე ცხადია და ცნობილია, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიცხოვროთ ამ კულტურაში და ამ საზოგადოებაში, მეგობრებო, ისე რომ მუდმივად კონფრონტაციის თესველები კი არ ვიყოთ, მუდმივად დაძაბულების თესველები კი არ ვიყოთ, მშვიდობის მოფელები ვიყოთ, მშვიდობის ხალხი ვიყოთ, მეგობრებო. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ცხოვრების წესი გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგის გამო ცხოვრების წესს არ ვიცვლით. ჩვენი შეხედულებები გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგის გამო ცხოვრების წესს არ ვიცვლით. შეხედულებებს არ ვიცვლით. მაგრამ ჩვენის მხრივ პატივივცეთ ადამიანებს. ჩვენის მხრივ პატივისცემით მოვეპყრათ, მეგობრებო. როგორ მიპოვნა უფალმა? ეს უკვე გარკვეულწილად გითხარით, მაგრამ ერთ მუხლს მოგცევთ. იოანეს 15:16 თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მიაგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. შეგიძლიათ თქვა ამენ? იესო ამბობს, რომ თქვენ არ აგირჩევივართ. ჩემი ცხოვრების დიდი ხნის განმავლობაში მე ვყვებოდი, რომ მე ვიპოვე უფალი, მე ვეძებდი უფალს, იმიტომ რომ ასეთი შთაბეჭდილება იყო. ასე მეგონა. მე ვეძებდი მას. ლოცვაც კი მქონია ეგეთი მაპოვრინი ასეთი ხალხი ღმერთო. მაგრამ ნახეთ რას ამბობს იესო? იესო ამბობს, შენ კი არ ამირჩიე. მე აგირჩიე შენ. ეს ძალიან ცვლის ყველაფერს. მე მოგძებნე შენ. მე დავავალე იმ ადამიანს, რომ შენთან მოსულიყო, მაგრამ მან კი არ იცის ეს დღემდე შესაძლებელია. მე ჩაუდევი გულში. ანანია პავლესთან წავიდოდა? გახსოვთ ანანია ვინ არის? გახსოვთ პავლეს მოქცევა? მიდიოდა დამასკოს გზაზე, დაეცა ზევიდან შუქი, ელაპარაკა ხმა, დააბრმავდა, თანხლებებმა შეიყვანეს ქალაქში დამასკოში, არის ბრმა წევს თავის საწოლში და ამ დროს ღმერთი ეცხადება ანანიას ლოცვა, შეუნევა ანანია, ვინმე ანანია? ვინმე ანანია?
ეუნება წადი იქ შვილი ერთი პავლე მყავს. ხელები დაასხი, თვალები უნდა გაეხილოს. ხალხო ანანია იმდენად არ სურდა ანანიას დასვლა ღმერთს ეუნებოდა უფალოო ხო იციო რა ნაკეტები. ხვდებით? მაგრამ მან მიიღო დავალება, წავიდა თავის გასაკეთებელი გააკეთა, ილოცა. პავლეს თვალები აეხილა. ეს არის ძვირფასებო ღვთის სტრატეგია, ეს არის ღვთის გზა. როგორ ვირწმუნე და ასე როგორ მიპოვნა და ასე მიპოვნა უფალმა. ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ბნელი დღე, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა შავი დღე, არავის არ მოწონს ბნელი დღე. არავის არ მოწონს შავი დღე, ხანდახან სიფთხილით მაქვს ზოგიერთი თქვენთაგანისთვის ნამყოფი. ნათქვამი, სიფთხილით მაქვს ნათქვამი. აი როცა ვიღაცა ნერვიულობს თავის შვილზე, როცა ვიღაცა ნერვიულობს თავის მეორე ნახევარზე, რომლებიც ეკლესიაში არ არიან, სიფთხილით მაქვს ხოლმე ნათქვამი. ბევრი ილოცე და შესაძლებელია მის ცხოვრებაში დადგეს შიხური სიტუაციაც კი, რომ უფალმა ხელი მოკიდოს. მე არ ვამბობ რომ ყველა ასე ირწმუნებს. რადგან ჩემ ცხოვრებაში ასე მოხდა, მე არ ვამბობ რომ ეს უნივერსალური წესია. შეიძლება ზოგიერთმა ისე ირწმუნეს უ ნარნარით, რა ვიცი, მოწმენდილ ცაზე, არც ავად გამختار ხარ, არც პრობლემები შეგთხვევიათ მეგობრებო, მაგრამ ის რომ ადამიანებს აქვთ ავამტყოფური შიში პრობლემისა, ბნელი დღისა, ვიცით რომ არ უნდა ვშფოთავდეთ, ვიცით რომ არ უნდა ვღელავდეთ, მაგრამ ვღელავთ კი არა, თავს კარგავთ ხალხდახან ძვირფასებო. ღმერთ შეუძლია დაიჭიროს მომენტი, ღმერთ შეუძლია სასიკეთოდ მოაბრუნოს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. მთელი ცხოვრება მამაჩემს ველაპარაკებოდით, მე და ჩემი ძმა. მთელი ცხოვრება ამ კაცის გული ვერ მოვდრიკეთ. როვინმეს ეთქვა, ვიტყოდი ფუიეშ მაქვს, ასე რო ეთქვა, რომ მამაშენს ასე უთხარი ისულტი დაგემართება და მე ირწმუნებ, ვიტყოდი რომ ფუიეშ მაქვს. მე მთელი ცხოვრება ასეთი იმედი მქონდა, რომ მამაჩემს შევიძენდით. და ვერ შევიძინეთ. და მამაჩემის ცხოვრებაში დაიწყო დიდი ავამტყოფობის პერიოდი და მაშინ დარბილდა მისი გული. ეხლა გონიათ რომ მე ვამბობ რომ ეს უნივერსალური მიდგომა არის, არავითარ შემთხვევაში ძვირფასებო. მაგრამ ნუ გამორიცხავთ ღმერთის არსენალიდან. ბიბლიაში წერია იცის ღმერთმა როგორ იხსნას ადამიანი. იცის ღმერთმა. ჩვენ გვინდა ფეხის დასველების გარეშე, მაგრამ იცის ღმერთმა. რა ჯობია ადამიანმა მთელი მარადიულობა გაატაროს ღმერთისაგან ჩამოშორებულმა. თუ გაიაროს შავეთის ველზე, თუ გაიაროს რაღაც გვალვაში, თუ გაიაროს რაღაც ტკივილებში, მე ვიტყოდი დე გაიაროს უფალო, ვიდრე უშენოდ დარჩეს და უშენოდ იცხოვროს. თუ ეს არის შენი ნება, თუ ამ გზით გინდა იხსნა უფალო. ხშირად იესოზე მოგვისმენია ხოლმე, იყო თუ არა შესაძლებელი ესოს სხვანაირად გაეკეთებია, გახსოვთ რომ ლოცულობდა სკეპტიკოსები, რაღაცომ ლოცულობდა მაშინო, ისე უნეოდა ამაცილეს ასმისი, მაგრამ არა ისე როგორც ჩვენ გსურს და ღმერთმა ისე გააკეთა როგორც საჭირო იყო, როგორც მას სურდა, იმიტომ რომ აკვიატებული იყო, არა, არ არსებობდა სხვა გზა ამ შემთხვევაში, რომ იესოს არ შეესვა ეს ასმისი. გეშინიათ ასეთი ლოცვის? უთხარით უფალს. უფალო თუნდაც ეთკინოს, უფალო, თუნდაც შეშფოთდეს. იესო ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ მოითხარე თვალი, მოიჭერი ხელი, არაბუკვალური გაგებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამბობდა ჯობია ღვთის სამეფოში შეხვიდე რაღაც დანაკარგით, ვიდრე ადამიანი დაიღუპოსო. ასე გპოულობს უფალი. ასე მიპოვა უფალმა. მან გამოიყენა ადამიანები, გამოიყენა შეიძლება უცნაური ადამიანები, ერთგული ადამიანები, რომელთა ქმედება არც ეთ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, არც იმისა და არც ამისა, ამ გოგოზე მე ჭორაობდნენ, ეუნეოდნენ, მე მეუნეოდნენ, სოფელში ვიღაცები მაჩერებდნენ, მაგრამ შვილო არ მოატყუო, უყვარხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით, ვერ იგებდნენ ადამიანები, რატომ უნდოდა რომ მე ასე ეკლესიური გამختارიყავ. ჩემი მეგობრებიც კი მეუნეოდნენ. როგორ აღმოჩნდი მსახურებაში? საქმე 26:16 წამოდექი ფეხზე დადექი, რადგან იმისთვის გამოგეცხადე რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა რაც იხილე და რასაც გიჩვენებ. პავლე ჯერ კიდევ ბრმა იყო.
და იქვე უთხრა ღმერთმა, ძვირფასო ეკლესიაო, ეს არის უდიდესი ჭეშმარიტება. შეიძლება შენ დიდებულ ისტორიას ყვები შენი მოქცევაზე, მაგრამ სად არის შენი ისტორია მერე გმირულ მსახურებაზე და დიდებულ მსახურებაზე? მე გითხარით რომ ჭეშმარიტებებს დაგელაპარაკებოდით. ღმერთმა მიპოვა საოცრად. მაგრამ ღმერთმა მეგობრებო, პოვნის მომენტიდანვე მომიწოდა მსახურებაში. მე ზეციდან ხმა არ მომისმენია. მე შარავანდი არ დამდგომია თავზე. ბრმა არ ყოფილვარ და ანანია შემთვის თვალი არა უხელია. მაგრამ ვისაც ეს განცდა აქვს, მიხვდება რასაც ვლაპარაკობ, ვისაც ეს გამოცდილება აქვს. ის სულიერი აღტკინება, რომელიც გქონდა, ღმერთმა გამოიყენა. იმ მომენტში ალბათ ყველაფერზე მზად ხარ, ყველაფერზე წახვალ. იმ მომენტში ალბათ არანაირ არითმეტიკას აღარ იშველიებენ, მერე როგორ იქნება, მერე რა იქნება. ვინც მომყვებით, აი დამიდასტურეთ რაღაცით, ვისაც ეს გამოგიცდიათ. იმ მომენტში რაციონალური არ ხარ. განაშენი გეგმა არ გაქვს. მაგრამ როცა აი ღმერთმა სწორედ იქ იცის, როცა ცხელი ხარ, როცა ესეთი ხარ, აღტკინებული ხარ, როცა ეს მომენტი არის ხოლმე გამოტოვებული, მე რავშვებით იც უბრუნდებით ისევ იმ დუღილის ტემპერატურიდან ქვევით, მე აღარ გვაინტერესებს არაფერი. მე გვაქვს ჩვენი გეგმები, მე მსახურება აღარ შედის ჩვენს გეგმებში. ნახეთ, წავიკითხეთ, ანანიას მისვლა არის ეს პავლესთან ეუნევა, წამოდექი ფეხზე დადექი, რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გაჩვენებ. აი, გამოფხიზლებაც კი არ მოასწრო ამ კაცმა. ღმერთი მივიდა და უთხრა, დაგაყენე მსახურად, აგირჩიე მსახურად. და მეცაც გეტყვით, თუ ამ ტექსტს წაიკითხავთ, მეგობრებო, პავლეს რა უთხრა, იცი, გაჩვენებ რამდენი ტკივილების გადატანა მოგიწევს ჩემი სახელის გულისთვის. იმიტომ რომ პავლემ მოასწრო და ბევრი ცუდი გააკეთა ძვირფასები. აი ამ ორ დამოწმებაში, რომელიც გითხარით საქმე მოციქულთა 22-ში და საქმე მოციქულთა 26-ში, პავლე ამბობს, სინაგოგებიდან გამომყავდა ხალხიო. ვაწამებდი ადამიანებსო. სტეფანეს სიკვდილს ვიწონებდიო, სასტიკად ვექცეოდიო. და იქ მეგობრებო, სანამ ეს კაცი დაუბრუნდება თავის იმ დუღილის წერტილს, ღმერთი არ გაჩერდა, ღმერთმა უთხრა, სახურად დაგადგინე. და იქედან მოყოლებული ხალხო, პავლემ დაიწყო მსახურება. იქედან მოყოლებული. ჯერ იქვე მეგობრებო, როცა წარუდგინეს ეკლესია შიშით უყურებდა. მერე იერუსალიმს წავიდა, მერე თავის ცხოვრებაში ყვება არაბეთში იყო წასული. მაგრამ პავლემ დაიწყო მსახურება. როგორ აღმოჩნდა მსახურებაში? დაახლოებით ასე. ძალიან ახალმოქცეული მორწმუნე ვიყავი, გვაძლევდნენ სიტყვას, მაშინ ასე იყო ეკლესიაში, აბა გამოდი დაამოწმე, აბა გამოდი რაღაცა თქვი. დღეს ხანდახან მეგობრებო, ადამიანები ამაზე ბრაზდებიან ხოლმე. ნუ შეიძლება ყველა მქადაგებელი არ არის, ყველა მასწავლებელი არ არის, მაგრამ თუნდაც ეს გამოაჩენს, ვინ არის მქადაგებელი, ვინ არის მასწავლებელი. თუ არავინ არაფერში არ მოსინჯა საკუთარი თავი, როგორ მიხვდება ვინ არის, არა? და გამოცხადა რომ ბიბლიის კოლეჯი იხსნებოდა საქართველოში, ეს იყო პირველი კლენდენენის კოლეჯი. მე იქ არ მიწევდა სწავლა და რატომ მეგობრებო? დირექტორი ითხოვდა რომ 2 წლის მორწმუნე მაინც უნდა ყოფილიყავი და მსახურების გარკვეული გამოცდილება. არც 2 წლის მორწმუნე ვიყავი, 8 თვის მორწმუნე ვიყავი. და არც მსახურების არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მე ვთხოვე ხელმძღვანელს რომ მომეცი რეკომენდაცია არ მაძლევ და შევეხვეწე მომცა რეკომენდაცია, მაგრამ იმის იმედი ქონდა რომ იქ არ მიმიღებდე. და მოხდა საოცრება და მიმიღეს. და რა მოხდა? დავამთავრეთ ეს სკოლა, ჩამოვედით, შეიკრიბა ძმები და ამ სკოლაში ერთად ვიყავით მე და ის ჩემი მომქცევი, გოგი, ცერცვაძე. ყველა ლოგიკით გოგისთვის უნდა ჩაებარებინათ მსახურება. შეიკრიბა ძმები და აბა ეხლა გოგი შენ გაუძღვები ახალგაზრდა მსახურებას ეკლესიაში. ეს კაცი ამბობს, არავითარ შემთხვევაში მე არ მაქვს ეს დამოწმება. ხო და აი წარმოდგენაც რო არ გაქვს, სპარტაკი უნდა იყოს ამბობს. ჩვენ არც კი გვისაუბრია არასდროს ამაზე, მეგობრებო. ამაში და ვხედავ ღვთის ხელს საოცრებას. მას რომ ჩემთვის ეთქვა, მე უარს ვიტყვი შენ იქნე, ერთი სიტყვაც არ ქონდა ჩემთვის ნათქვამ. იქ გამოაცხადა ასე მეხის გავარდნასავით, რომ სპარტაკი იქნება მსახურებაში, მე დავეხმარებიო. ასე აღმოჩნდი ისი უდიპლომო სასიძორო ყვება იქ. ასე აღმოჩნდი მსახურებაში. 1 წლის შემდეგ ეკლესიის ხელმძღვანელად მაკურთხეს დიაკონის ხარისხში. ნუ ეს დიაკონის ხარისხები იცით ახლა ძველ მორწმუნეებმა რომ წემსებად არ გვაკურთხებდნენ, მაგრამ წემს მსახურებას ვეწეოდით. აი ასე აღმოჩნდი მეგობრებო.
მსახურებაში. პირველი ტიმოთეს 1:12 მადლიერი ვარ მისი, ვინც ძალა მომცა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა. მოიცა წინასწარ დავამტკიცე რაიმე ერთგულება არა ძვირფასები. ღმერთი პოტენციაში ხედავს ამ ყველაფერს. ღმერთი წინასწარ ხედვით ჭრიტავს. მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ მე მსახურებაში განვეწესებიეთ ადამიანებს. ვერ მოვასწარ. შეიძლება ზოგჯერ იყოს ასეთი რაღაც ადამიანს ვაკვირდებით, მცირეს ვანდობთ, კარგ რაღაცებს აკეთებენ. ჩემი მსახურებაში განწესება არ მომხდარა ამის გამო. პავლე ასე ამბობდა, მადლიერი ვარ ვისი, ვინც ძალა მომცა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა. დასასრულისკენ მივდივარ შემდეგი, როგორ აღმოჩნდი ქუთაისში. ერთ დღეს თბილისში ვსწავლობდი, მაშინ პასტორების სკოლაში უკვე ინსტიტუტი გახსნილი იყო. იქ დამიძახეს, 3 კაცი იყო ამ შეკრებაზე, 4 კაცი, ეს იყო ოლეგი რომანი, გია ჯვარშეიშვილი და არც გადაცვლილი გოდერძი თოდაძე. და მოხდა ასე გოდერძი თოდაძეს ჰქონდა ეს იდეა და გაუზიარებია ძმებისთვის რომ და მე მითხრეს და იმდენად მოულოდნელი იყო ხო მეგობრებო ახლა რაღაც გეგმა გაქვს იქ ეკლესიაში ხარ თან უფროსი მწყემსის სულ ახალი გამხდარი ვარ მე მწყემსავდი საჩხერის ეკლესიას მაგრამ რეგიონალურად ის ვიყავით პასტორი სხვა იყო ისი ჩვენი მეგობარი იყო და მე მას რაღაც დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა ქვეყნის დატოვება მოუწია და ასეთ ფონზე მე გავხდი ეკლესიის წყემსი დაახლოებით 1 წელი იქნებოდა გასული რაც ჩემი მსახურება ეკლესია იყო ურთულეს სიტუაციაში ხალხ ქუთაისის პრობლემა ვერც მოვიდოდა იმასთან ეკლესიას რადგანაც მე გავხდი ეკლესიის ხელმძღვანელი მეგობრებო ჩემი სურათი დაბეჭდა გაზეთის პირველ გვერდზე შეუკვეთა სტატია ქალაქის გაზეთს სათაური იყო არენდოთ 50-იანელე ჯერ ესაც ყველა გვიცნობდა იმ ქალაქში და მე ამ გაზეთს ეხა იფიქრა რომ არიყიდი და ბევრი და დაარიგა მეგობრებო ასე იქ დადიოდა ქუჩებში და არიგებდა და ჩემი სურათია პირველ გვერდზე ვიღებდი საშინელ მუქარებს არ ვიცი წერილებს მიგდებდნენ მემუქრებოდნენ შვილების მოტაცებით ურთულესი პერიოდი იყო ძვირფასები და ეკლესიაში ხალხი შემცირდა კი არა რა ვიცი 10 კაცი თუ დადიოდა უკვე კრებაზე 230 კაცი ავიდა მანამდე გამოგვიძება ამ ახალგაზრდაობის მიერ შრომის მეგობრებო და აი ეგ პატარა რომ დაიწყო მოშუშება ეკლესია უნდა დავდექით ამ სახურება ამ დროს იყო შემოთავაზება ამ არ მინდოდა გულწრფელად ვიძახი არ მინდოდა იმიტომ რომ აქ ბევრს არ ვიცნობდი მეგობრებო თან თვითონ მეუბნეოდნენ რომ იყო პრობლემები და აქ მაქვს ერთი მუხლი საქმე 26-19 ამიტომ არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას პავლე ეუნება აგრიპას 26 თავში, როგორც გითხარით, მეფე აგრიპას. მახსოვს მედალია ვლოცულობდით ერთად შეთანხმებულად, თეთრი კაცი არ გამოგცხადებია, უბრალოდ შიგნით იყო მოწმობა და გადავწყვიტეთ რომ წამოვსულიყავით. შემდეგი პუნქტი არის ბოლოს წინა, როგორ გაუმკლავდით კრიზისებს. როგორ გაუმკლავდით კრიზისებს, ძვირფასებო? რა თქმა უნდა, ეკლესიაში არსებული ერთგული ადამიანების დიდი დამსახურება არის. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მაინც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ასე მარტო აღმოჩნდით. ჩამოვედით უცხო ქალაქში, სადაც არ გვყავდა ნათესავები, სადაც ახლა ეკლესიაში მეგობრები ესე არ გვყავდა. ჩვენთვის არაფერი შემოუთავაზებიათ, გულწრფელად გეუბნები, ჩვენ არ გქონდა არანაირი შემოსავალი ეკლესიიდან, პირველი პერიოდში განსაკუთრებით. ესე პასტორებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტ-ცოტას მოგცემთო ზოგი 30 ლარს გვიგზანი და ზოგი 50 ლარს ზოგჯერ ავიწყდებოდა. ძალიან ძნელი იყო ეს. ეხლა რატო გიყვებით? იმიტომ რომ ჩვენ დავიდგათ შარავანდი, არა ძვირფასებო. მე მინდა წავახალისო ყველა ადამიანი. დღეს კრიზისი გვაქვს სერიოზული. ეს კრიზისი ეხება საქართველოს ეკლესიებს. არავის არ სურს. ეკლესიის ბრალიც არის რო არ სურს. ახალგაზრდების ბრალი კი არ არის. ეკლესია არ არის მისიონერი სულისკვეთების. არავის არ სურს თავის საცხოვრებლის დატოვება. არავის არ სურს მეგობრებო, ჩვენ მშობლები გვყავდა ორთავეს. მშობლების წინაშედაც ვალდებულებები გაგაჩნია, რამდენი ვიწვალე, როცა ჩემი მშობლები ავად იყვნენ სულ გზაზე ვიყავი გაკრული.
მეურნეობა გქონდა სოფელში და გარკვეულწილად აქედან რაღაც ელემენტარული საჭმელის ჭამა შეგვეძლო და ნუ ამ ყველაფერს მოვწყდით. არ გქონდა ხელფასი, არ გქონდა შემოსავალი, ზოგიერთებს ახსოვთ მე ჩვენი რაღაცა პატარ-პატარა ვაჭრობები, ხან კოსმეტიკას ვყიდით ქუჩებში, ხან საცვლებს ვყიდით ბაზრობაზე და რა ვიცი. ეს იყო კრიზისები, ადვილია სათქმელად. ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული განათლების უზრუნველყოფა. მახსოვს შემეუღლის წრემლიანი თვალები, მასალებელთან ვერ დავყავდა, ბევრი აკეთებდა ამას, ეკლესიაშიც აკეთებდნენ, რომ შვილებს დამატებით მომზადებაში დახმარებოდნენ, ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით. თავს კი არ გაცოდებთ, მეგობრებო, კრიზისებზე გელაპარაკებთ. სახურს, რომელმაც არ იცის, რომ კრიზისი შეხვდება, ჩვენ არ ვამზადებთ მას სათანადოდ. შვილმა, რომელმაც არ იცის, რომ კრიზისები დადგება, ჩვენ მას ცხოვრებისთვის ვერ ვზრდით სათანადოდ. ისინი მინიმუმ გაფრთხილებულები უნდა იყვნენ. ისინი მინიმუმ გაწვრთნილები უნდა იყვნენ. პავლე მოციქულივით, მეგობრებო, ვიცი ასე ცხოვრება და ვიცი ასე ცხოვრება. ხვდებით? და არ იყო ადვილი. ბევრჯერ საკუთარი თავისთვის ასე ჩემთვის მithქვია, რომ რა მინდოდა წვენებში ყოფილიყავი იქ. როცა ეჭვი გეპარება, როცა ვეღარ იგებ, იმიტომ რომ მარტო აღმოჩნდი რაღაცაში, არ ჩანს ვიღაცა გეუნება ასე გვერდით დაგიდგებით, არც მსახურებაში გეხიდებიან ადამიანები, განაწყენებული კი არ ვლაპარაკობ ამას, მაგრამ ეს ხდება ასე, მეგობრებო, ალბათ ღმერთი როგორ მიგიძღვის, რომ გაგამაგროს, გაგამტკიცოს, რაღაცეები ისწავლო ისეთი, იცით, ბავშვების ის მახსენდება, როცა ბავშვებს ვეხმარებით, რომ ფეხზე გაიარონ, სადღაცა ხელი უნდა გაუშვათ, ზოგიერთი ემოციური დედები ხელს არ უშვებენ. ასე ბავშვი ვერას ვერ ისწავლის სიარულს, ხო ასეა. ზოგმა იცის, რომ კი ბატონო, გაუშვათ ხელი, შეიძლება სადღაცა პატარაზე კოპიც კონდეს, მაგრამ უნდა გაუშვათ ხელი და ვერც იმას გეტყვი ახლა, ვერც იმას გეტყვით, რომ ჩვენი უფროსი ძმები იმიტომ მოქმედებდნენ, მე გავეზარდოთ, იმიტომ რომ ბევრი საქმე ეყარათ თავზე, ბევრი რაღაცით იყვნენ დაკავებულები ძვირფასებო და ის კრიზისების გავლა, რომელიც მოგვიწია, თუმცა მე არ უნანო პირადად ამ ყველაფერმა ცხოვრებაც მასწავლა, როცა მოწმობ ხოლმე ახლა თუნდაც უცხოეთში და აბა მოყევი და რაღაცა და ნუ სატრაბახოდ გვაქვს ხოლმე ეს კაცო ჩვენი გაჭირვება ხანდახან საკვეხნად გვაქვს ხოლმე ისე რომ სად იყო და ეს ერთხელ მოგიყევით კიდევაც თორსა კითხვები დამისვეს დიდ მოდერაციაზე კონფერენციაზე აბა მოგვიყევით როგორ ისვენებ და მე ახლა ვიფიქრე ახლა გაგაოცებთ ამერიკელებო და მე უთხარი რას ვისვენებ საერთოდ არ ვარ დანასვენები ოჯახთან და ვთქვი რომ რაღაცა გმირული ვთქვი მე მოვიდნენ და დამარიგეს რომ რასაც აკეთებ ძალიან ცუდიაო და არ გააკეთო და მე კიდე და რას ლაპარაკა ეგ პრობლემა არ მაქვს არსად არ ვისვენებთ როგორ გვაკადრეთ რომ ჩვენ უნდა დავისვენოთ და ასე შემდეგ როგორ გაუმკლავდით კრიზისებს 1 კორინთელთა 10:13 სულ ცოტაც ბოლო პუნქტი მაქვს არ შეგთხვევიათ განსაცდელი გარდა ადამიანურისა, ხოლო ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენ შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეძლოთ. ჩვენ გირით დავიწყეთ ცხოვრება ძვირფასებო. თუ კი სადმე არ უნდა იცხოვრო, ეს იყო ის სახლი, სადაც არასდროს არ უნდა იცხოვრო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მაშინ ბინა. წლები არ იყო ქუთაისში საერთოდ ჩვენ მით უმეტეს რაღაც ერთი მოჭყონკილი ბაკი იდგა სახლში მე შევიცვალეთ ბინა ერთი წლის შემდეგ ისევ გირაოთი მე იქიდანაც გამოგვიშვეს მე მახსოვს ლუკას ველოდებოდით მაშინ და რამდენიმე თვე აქ ოფისში ვცხოვრობდით ერთი ლეიბი ქონდა მედალიას გაშლილია 7 თვის დაფციმე იყო იატაკზე ეძინა დილას ვერ დგებოდა წელის ტკივილებისგან ფეხზე იმდენად იატაკზე დაწოლა ერთ ხელებზე და პლუს ამას კიდე როცა სადაც ეკლესია არის ახლა წარმოიდგინეთ მეგობრებო მაშინ ერთხელ ოლეგიმ შემოგთავაზა იქ რომ პატარა სახლი ავაშენოთ მე ვუთხარი უსახლკარო დავრჩები ეკლესიაში ნუ მაცხოვრე იმიტომ რომ სულ ვიღაცა მოდის შენ საჭმელს ვერ ჭამ სულ ვიღაცა მოდის ყველა ტრიალებს აქ და აქ ერთი ოთახია ნახეთ მაშინ ასე არ იყო საშინელ სიტუაციაში იყო ყველაფერი ხო მე ეს კრედიტით აღებული რა თქმა უნდა მაშინაც იყო გარკვეული დაპირებები მაგრამ ერთი შემიძლია გულწრფელად თქვა კრიტიკოსების საყურადღებოდ არც ერთი თეთრი ეკლესიიდან ჩვენ არ გამოგვიყენებია ამ ბინისვალების გადასახდელად არასდროს მეგობრებო არც ერთი თეთრი ჩვენ არ გამოგვიყენებია მანქანის საყიდლად ან მსგავსი რაღაცეებისთვის
როცა ამას ვამბობ, ეკლესიაში არიან მოწმეები, რომლებიც თუ ტყუი ვარ, უნდა თქვან, რომ ტყუი ხარ მწყემსო, იმიტომ რომ შენ ხშირად ითხოვდი ბინის გადასახდელად, ბინის დასაფარად, შენ ითხოვდი მანქანის დასაფარად, ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ვიქოთ კიდევ თავი. კრიზისები მოდის, მეგობრებო. ამიტომ როგორი კრიზისიც არ უნდა დადგეს, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ადამიანები. უნდა ვიცხოვროთ ღვთის სიტყვის თანახმად, უნდა ვიცხოვროთ რეპუტაციულად, შეცდომები გქონია, რა თქმა უნდა, უამრავი თითები არ გვეყოფა. მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ახლა შეგნებულად ყვები, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი კრიზისების გამო თავს იმართლებს. ეს სიტყვა შეიძლება ახლა კრიზისი, მაგრამ აღარ ვამბობ სხვა რამ. ადამიანები ვარდებიან პრობლემებში და მე აქვთ თავის სამართლები, რა ვქნა ახლა ჩემს საქმეს ასე. შესაძლებელია ძვირფასებო კრიზისებიდან გამოვიდეთ ისე რომ არც რეპუტაციულად დავზიანდეთ, არც ეკლესია დავაზიანოთ, არც მსახურება დავაზიანოთ. ნუ მოიშველიებთ ნურას დროს, დებო, ძმებო, ახალგაზრდა გოგონებო, ბიჭებო, ნუ მოიშველიებთ კრიზისებს მიზეზად იმისთვის, რომ საზღვრების გარეშე დაიწყოთ ცხოვრება, ხედვის საზღვრის გარეშე. მე არ ვლაპარაკობ ამორალურობაზე. ღმერთმა დაგვიფაროს, ეგ უკიდურესი ფორმაა. მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ იმდენად ვიბოჭებით ხოლმე ცხოვრებისეული კრიზისებით, იმდენად ვიბოჭებით, იმდენად გავლენის ქვეშ ვექცევით, რომ ჩვენ აღარც იმ ჩვენი მოწოდებისთვის გვცალია, აღარც ჩვენი მსახურებისთვის გვცალია. მე ეს მithქვავს ხოლმე, მე ჩემი ოჯახის წევრები მთავაზობდნენ, მეხვეწებოდნენ, წავსულიყავი ოჯახისთვის მიმეხედა, ამას მეუნეოდა დედა ჩემი, ამას მეუნეოდა მამა ჩემი. ერთ დღეს ჩემმა სიმავრმა დაიწყო ამის ლაპარაკი მუდმივად ჩემს ცხოვრებაში, ეს ორმაგად მტკივნეულია, დედას და მამას კიდევ აქვს რაღაც თქმის უფლება, მაგრამ როცა შენი მეუღლის მამა გეუნევა, რომ რამდენხანს გინდა იცხოვრო რომ შეერი, რამდენხანს გინდა დიო, მაგალითად ამათ ეს მსახურება, ეს რას გაძლევს, ეს რა არის ეს, ყველასხვანაირად აკეთებს, ყველასხვანაირად იქცევა და მაგრამ ჩვენ ვამბობდით ასე, რომ რა უხოთ იმას, რაც ღმერთმა მოგვანდო, რა უხოთ იმ მსახურებას, ჩვენ გმირები არ ვიყავით ხალხო, კიდე გიმეორე. ჩვენ უხორცუები არ ვიყავით. ეს არის ღმერთისგან მართული პროცესი. და მთლიანობაში არც ერთ მათგანს არ უნანობთ მეგობრებო. დღეს გვყავს კარგი შვილები, დღეს გვყავს შვილიშვილები. ღმერთს მადლობა იმ რაღაცისთვის, იმ კრიზისებისთვის, რომელიც მძიმე კრიზისები იყო, რთული კრიზისები იყო. არ იყო მარტივი, არც ქალაქის შეცვლა არის მარტივი. კიდე გიმეორებ, დღეს საბჭოს მასშტაბით ერთი კაცი გვყავს, რომელმაც დატოვა თავისი ქალაქი, თავისი მშობლიური ეკლესია, სახლი და სამეგრელოში გადმოვიდა და აი ეხლაც გზაშარაზე არის, მშობლები ძალიან მოხუცებულები არიან, სულიკ დარბის ჩამოვა მსახურება ჩაატარებს, ჩავა მამის ეხვრწება, აქეთ გადმოდის, ეს ვერ გადადის, ისინი აქეთ არ მოყვებიან, არ არის ადვილი ძვირფასებო ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ხვალ უფალი დაგიძახებთ მეგობრებო, უფალს უნდა უთხრათ, დიახ უფალო აქვა. ამ სულისკვეთების გარეშე ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის კომფორტის ზონაში. ქალი ხარ თუ კაცი? შენი გეგმების მიღმა, აი რა არის პრობლემა ხშირად. ადამიანები აღარ ფიქრობენ მსახურებაზე. როგორ აღმოჩნდი მსახურებაში, აი ასე უფალმა ინება, აი ასე უფალმა გვითხრა, ამ ხმას, ამ შინაგან მოწმობას ვეღარ გავეკეცით. სხვა არაფერი მიზიდულობა. იცით ქუთ საჩხერეში ხალხი რას ამბობდა ჩვენზე? ხმას აღარ მცემდნენ, მიგვატოვაო. დიდ ქალაქში ცხოვრებას დახარბდაო. ნახე რა 100 აკეთებ და იქითაც უკვე ყოფილოსტოვებ ვიღაცას და აქეთაც თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებ. ასე ხდება მეგობრებო, იმდენად ტკივნეული იყო ჩემთვის, როცა ვიღაცას თითქოს უნდა უმკიცო, აბა რისთვის სამედი ამიხსენით, იმაზე ცუდა თუ არ, ვიდრე აქ ვიყავ, რა ლოგიკა არის ეს? მაგრამ ასე ვიღაცამ თქვა, აი აქ როგორ მივატოვებდა ასეთ სიტუაციაში. და ბოლო, რას ვაკეთებ დღეს? ებრაელთა 12:28. ამიტომ ჩვენ ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომელთაც ვემსახურებით ღმერთს, სათნოთ, მოწიწებით და მოგრძალებით. ჩვენ ღმერთის სამეფო მივიღეთ, შეუძრავი. ამიტომ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, სათნოთ, მოწიწებით და მოშიშებით. მეგობრებო, 2011 წელს მოვიდა ღმერთისგან აზრი, რომ დაგვეწყო ფიქრი, როგორ აგვეშენებია სამლოცველო სახლი. მერწმუნეთ, არც ხედვა დიდი არ იყო, არანაირი დიდი ხედვა არ იყო, ფიქრობდით უბრალოდ, რომ
რაღაცა ისეთი ელემენტარული რაღაცა პატარა გაგვეკეთებინა. 2011 წელს ეკლესიას არ ქონდა არანაირი თავისუფალი ფული, არანაირი სპონსორის დაპირება ჩვენ არ ქონია. მე გამოვედი, გაუზიარე ეს ლიდერებს, შეიძლება ზოგს ახსოვს, შეიძლება ზოგს არა. და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებია ფონდი, პატარა სამშენებლო ფონდი, სადაც ადამიანები გარდა შესაწირისა და მიათედისა ამ ფონდში დაიწყებდნენ სამშენებლო ფონდი დავარქვით, ჩავაბარეთ კონკრეტულ ადამიანს და მეგობრებო, დავიწყეთ და თანხების მე შენახული მაქვს ეს მონაცემები თუ ვინმეს აინტერესებს. ყველა რა თქმა უნდა არა, როცა მაწვდიდნენ, ეს იყო 60 ლარი, 80 ლარი თვეში, დაახლოებით ძალიან მორწმუნე უნდა იყო, რომ დაიჯერო, რომ თვეში მოგროვილი 60 ლარი სამლოცველო სახლს ააშენებ, ძალიან დიდი რწმენა გჭირდება. ერთხელ როცა მომცეს 3 თვის თუ 6 თვის მონაცემი 17 ადამიანი მონაწილეობდა მთელი ეკლესიიდან. წესით გული უნდა გაგიტყდეთ ამ დროს, იმიტომ რომ თუ 100 კაცს ელაპარაკები და 17 რეაგირებს, ხო, ძალიან არ არის, როცა გამოცდილებაც არ გაქვს, იმიტომ რომ მე ასე მეგონა, მე ასეთი დრაივერი ვარ, რომ ერთ სიტყვი და ყველა გაიგებს ყველაფერს და ბევრჯერ ყოფილი ვარ გულგატეხილი. 2012 წელს ისე მოხდა, რომ ერთი დაბნეული მოხუცი მოვიდა ჩვენთან სტუმრად ეკლესიაში. შვედი იყო ეს კაცი. თბილისში გავიცანი, იმიტომ რომ რაღაც ალფა კურსებს აკეთებდა, მე გადამეკიდა ქუთაისში უნდა ჩამოვიდე, გინდა თუ არა, არ მინდოდა რომ ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიყვანეთ აქ, გავაკეთეთ ალფა და ვიფიქრეთო დაგვემშვიდობა, ამ კაცმა დაიწყო ისა აქ რატო იკრიბებით, რატო არ გაქვს სხვა შესაკრებელი. ჩემს თვალწინ ესენი ჭუბობდნენ 2 ლარის გულისზე. დათო მიმტანებს მიცა 2 ლარი და ეს ფული მისი იყო და კინაღამ დააღჭო, რატო მიეცი 2 ლარი. ხო და მახსოვს მაშინ აიმე და გაგამ გავიარეთ ყველაფერი ეს ხალხო რო იცოდეთ ეს დასაწყისი უნდა იცოდეთ ეს არის ისტორია. ამ კაცმა ბათუმში ჩავიდა და ბათუმიდან არეკინებს დათოს და ეუნება რომ მე მინდაო რაღაცაო მიწავიყიდო თქვენთვისო და დათო თან ტელეფონში ის ხო ლაპარაკობს და დათო ქართულად მიმან ხო არის კი უკვირდა გზელ სიტყვებს დათო ლაპარაკობდა და ამასო არაფერი დაუჯეროთო დათო ეუნება არაფერს მომცემია. ის კიდე ამბობს რომ მოძებნეთ და დავიწყეთ მე და გაგამ ძებნა და რამდენიმე რაღაცა ვარიანტებს ვეძებდით, ძირითადად ძვირი ნაკვეთები იყო და მე ის ნიკიაზე როგორც იყო ის ნახეთ 1000 კვადრატზე დაველაპარაკეთ. დაგვთანხმდა ეს კაცი, მე ამ კაცმა თქვა რომ 1500 ვიყიდოთო, დაგვთანხმდა ეს კაცი, მე თქვა 2000 ვიყიდოთო, დაგვთანხმდა ეს კაცი. ახლა მარტივად გიყვებით, მაგრამ იმ კაცისგან შეურაცხყოფები ამის მიმართ რომ აღა მე გააჯანჯლა, მე რაღაცა მოიგონა კიდევ და საბოლოო ჯამში მეგობრებო ამ ადამიანმა იყიდა 3000 კვადრატი ოღონდ ეკლესიას არ გაუფორმა. ჩვენ საზეიმოდ ბევრი არაფერი არ გქონდა, მაგან თქვა რომ მე ვიფორმებ ამას შვედურ კომპანიაზე და მე როდისღაცა გადმოგცემთ. ეს იყო 2012 წელი. 2012 წელი. ერთ წელში მეგობრებო ფაქტურად მოხდა ასე რომ უკვე შეძენილი იყო 3000 კვადრატი მიწის ნაკვეთი. მე გავიარეთ ის შიშის პერიოდებიც და საბოლოო ჯამში ეკლესიაზე გადმოფორმდა ეს ყველაფერი. მე დავიწყეთ პროექტის კეთება, რა თქმა უნდა ფული არც არ იყო ამისთვის მეგობრებო. მე არ შემიძლია ხა ზუსტად ზეპირად გითხრათ, მაგრამ დაახლოებით ალბათ 50000 ლარზე მეტი მხოლოდ პროექტირებაში გვაქვს დახარჯული, დაახლოებით ამ პერიოდის განმავლობაში თავის რაღაც მოსაკრებელებიანა და სხვადასხვა რეგულაციებიდან გამომდინარე და დავიწყეთ მშენებლობა გამოვიდა 2024 წელში. რამდენი ადამიანი არ არის ნამყოფი მშენებლობის მოედანზე თუ შეიძლება ხელის აწევით რომ გითხრათ, რამდენი არ არის ნამყოფი? კი არავის ვარცხვენთ კაცო, რამდენი არ არის ნამყოფი? ეს არის ძალიან გრანდიოზული მშენებლობა ძვირფასებო. რამდენიმე ასეული 1000-ია უკვე დახარჯული მაშინ. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ადამიანს. იმიტომ რომ დღეს ამას ვაკეთებთ, ამით ვართ დაკავებული. ორი პატარა რაღაცა, ერთი ვაშენებთ ეკლესიას, რომელსაც უყვარს დაემსახურება. ეს შენობასთან არაფერ კავშირში არ არის, ჩვენ ეკლესიას ვაშენებთ, პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ. ღვთის ეკლესიას ვაშენებთ. ღვთის სამეფოს ინსტრუმენტს ვაშენებთ. ჯამრთელ ეკლესიას ვაშენებთ. ჯამრთელ ეკლესიას. და ჩემი მოწოდება თქვენს მიმართ არის მეგობრებო, რომ
გიყვარდეთ ეკლესია. შეგიძლიათ თქვა ამენ? უნდა გიყვარდეთ ეკლესია. და უნდა იყოთ ნაწილი. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიას ვაშენებთ, პირველ რიგში შენობას არ ვაშენებთ. ჩვენ ვაშენებთ ეკლესიას, რომელსაც უყვარს და ემსახურება. ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც უფალმა მოგცა. ღვთის უდიდესი მცნების და ღვთის უდიდესი დავალების მანდატით მოქმედებთ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი მცნება სიყვარულის მცნება არის ბიბლიაში. და ამავე დროს მეგობრებო, ვაშენებთ ახალ საეკლესიო შენობას, რომელიც იქნება არა უბრალოდ ერთი საეკლესიო შენობა, არამედ რომელიც იქნება სულიერი ცენტრი. შესაძლებელია დღეს კიდევ ვერ აღვიქვავდეთ ამას, მეგობრებო. შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ არ გითხრათ, სისულელე იქნება. ნახეთ, 2015 წელს უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს. კორეაში ვიყავი. საერთოდ რაღაცა ის მქონდა თითქოს გამოთიშვა რაღაციდან, სხვა კონფერენციას ვისმენდი რაღაცას. წერდი მეგობრებო, ამაზრებს ვიწერდი, უფალმა თქვა რომ მას არ სურდა რომ ეს ყოფილიყო უბრალო საეკლესიო შენობა, მას უნდოდა რომ ეს ყოფილიყო როგორც ცენტრი მისიის, როგორც ცენტრის სულიერი ცენტრი. მე ჩამოვედი, დავიწყე ამის გაზიარება, მის შემდეგ დაიწყო პროექტმა ცვლილებებიც, მის შემდეგ მოიმატა მან ფართობში, კვადრატულობაში. ეხლა რომ გამიგოთ მე ვამთავრებ, რომ გამიგოთ ძვირფასებო, ნახეთ. როცა პასუხისგებელი ხარ მსგავს რაღაცებზე, რამდენი ბრძოლა მაქვს პირდაპირ გეტყვით. აი, მე ვარ ეკლესიის ხელმძღვანელი. ერთადერთი ადამიანი ვარ ოფიციალური პირი, აქ ვინც ზიხართ. ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი. რამდენჯერ კამათი ვქონია მე და გაგას ამ საკითხებზე. ერთი რამე რომ მოხდეს, მეგობრებო, შეიძლება სისხლის სამართალი გავრცელდეს ჩემზე. ხვდებით? აი, რამდენი რამე ხდება ქალაქში, დაფიქრდით. აგერ ბინა ჩამოიქცა, იგი ვიღაცა მოკვდა, ერთი პატარა ტრამვა, ერთი რაღაცა, აი, ნახეთ, რამდენი ხნის განმავლობაში თქვენ რა გონიათ არ იყოს საფრთხეები? ხან ხარაჩო გადმოგვიბრუნდა, ხან მუშა დაგვიმარცხდა, იმის მიუხედავად ვთხილობთ, ლოცულობთ, თქვენი ლოცვაც არის, ბოლო 5 თვე არის, მეგობრებო. ლოცვა არ ჩამიგდია, ლოცულობ სწორედ ამისთვის, რომ მისი დაცვა, მისი უსაფრთხოება, მისი მფარველობა. თორე ბევრჯერ მიიღეს რაღაცა ტრამვები, ბევრჯერ სხვანაირად გადავრჩით. ხო და ფიქრობდი ღმერთო, რაღაცას აკეთებ და მერე გადავიაზრე. ხვალო იქ რა ერთხელ გაგას ვეხუმრებოდი, გადმოგიფორმებ ახლა მინდობილობებს მე ვუთხარ. და წადი შენ დაგაპატიმრონ მერე. ეს რო გავიაზრე რომ მეთქი ღმერთო რა როგორ არსაიდან არაფერში ნახეთ რაღაცა კეთდება, ერთი პატარა უსაფრთხოება, ერთი ვიღაცის ტრამვა და შესაძლებელია ციხეში აღმოჩნდე. იმიტომ რომ ერთადერთი პირი ვარ ოფიციალური ამ ორგანიზაციიდან. დანარჩენი არავინ იქ არ არის ოფიციალური პირი. ხდები? ხო და მაგას როგორ ვიზავ ახლა ავდგე გაგას მივცე მინდობილობები და მერე ვთქვა რა ვიცი მე მაგკაცი იქ რას აკეთებ. ამიტომ ეს გამოწვევები დღემდე რჩება, ამას ვაკეთებთ მეგობრები. და ეს არის ჩვენი ბრძოლები. ამიტომ გთხოვთ ლოცვებს, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერებს, რა თქმა უნდა, ამიტომ გთხოვთ. უნდა გახდეთ ამის მონაწილე. ეკლესია უნდა გახდეს მართლა ცენტრი, სულიერი ცენტრი. იქ უნდა იყოს მუდმივად ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი. უნდა შევეხოთ ეკლესიებს ჩვენს გარშემო. უნდა წამოვწიოთ ეკლესიები ჩვენს გარშემო, უნდა დავაარსოთ ახალი ეკლესიები ჩვენს გარშემო, ეს არ მოხდება თქვენს გარეშე. მე ჩემ ისტორიას კი არ გიყვებით, მე გეუნებით იმას, საიდან დავიწყეთ, სად მოვედით მეგობრებო, გავა 5-6 წელიწადი, ვიღაცა კიდევ გამოვა, ეს უნდა დავაარქივოთ, უნდა ვთქვათ, არ ვიცი, წიგნის დაწერაც კი შეიძლება მეგობრებო, გაუზიაროთ შემდეგ თაობებს, რა გზით მოვდივართ, თუნდაც უქონელი როგორც პავლე მოციქული ამბობდა, ვით თითქოს უქონელი, მაგრამ ყველაფრის მქონენი, თითქოს ასეთი, მაგრამ გავლენის მქონენი. ეს არის თანამედროვე ისტორია ძვირფასები. ყოველგვარი მაღალი ლაპარაკის გარეშე, საკუთარ თავზე პროჟექტორების დადგმის გარეშე, ჩვენ გვაქვს ეს პატივი, ვიყოთ ამ ყველაფრის მონაწილე. და მე ყოველთვის ვერ შემოვიფარგლები, ყოველთვის ვერ მოუყვებით, ყოველთვის ვერ აგიხსნით. დაიწყეთ ამისთვის ცხოვრება, მეგობრებო. იცხოვრეთ რომ ავაშენოთ ასეთი ეკლესია, ჯამრთელი ეკლესია,
შენობა ვერ დაგვეხმარება, ეკლესია უნდა იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი. ეკლესია უნდა იყოს ყველა იმ მიმართულებაში, რაზეც ვლაპარაკობთ, რაზეც ვასწავლით ძვირფასები. ხანდახან მეკითხებიან ხოლმე იმას რა ეწყინა, ამას რა ეწყინა, გტკივა, დამერწმუნეთ, გტკივა მეგობრებო, როცა ვიღაცეები ნაწყენდებიან, გტკივა გეუბნებით. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რა დიდი ფასი აქვს ჯანმრთელ ეკლესიას. რა დიდი ფასი აქვს მეგობრებო, შემეცნებაში მდიდარ ეკლესიას. რომელსაც აღარ ცალია ასეთი რაღაცეებისთვის, რომელიც აღარ არის ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, რომელიც ხედვაზეა ორიენტირებული, რომელმაც ისწავლა ბრძოლების გადატანა, მოგება, არა ხელის შეშლა, არამედ მხარდაჭერა. ყველაფერი აპრკოლებს ამას მეგობრებო, ნებისმიერი ადამიანური სისუსტეს თქვენი მხრიდან, ჩვენი მხრიდან გამოჩენილი, ასუსტებს ამ ყველაფერს. ყველა მსახურებაში, ყველა მსახურების ხელმძღვანელის მხრიდან ჩაგდებული ასუსტებს ამ პროცესს. რომ ეკლესია იყოს, როგორც გითხარით, ადგილი, ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ყველას უყვარს თემსახურება. რომ არავინ არ არის ისეთი, ვინც ღმერთის მოწოდებას არ გამოეხმაურა, არ არის მეგობრებო ასე მე ღმერთმა გადამარჩინა, მაგრამ რო კითხოს ვიღაცამ, რისთვის გადამარჩინა, რა ვიცი, ალბათ კი გადამარჩინა და დავდივარ ახლა იქით აქეთ. არ არის ასე ძვირფასები. პავლე გამოღვიძებულიც არ იყო წესივრად, თორსა უფალმა უთხრა, ამოგირჩიე მსახურად. და ეს მხოლოდ პავლეს ცხოვრებაში არ ხდება, მეგობრებო. ის არის, ვინც ირჩევს, მან ამოგვირჩია ჩვენ, მან დაგვადგინა ჩვენ, რომ ნაყოფი გამოვიღოთ. და ამ პროცესშიდაც ვირფასებ. კიდევ გვაქვს თქვენი ერთგულების იმედი, არ დაიღალოთ. ჩვენ არ მანიპულირებთ. როცა ეს წლები დგებოდა ძვირფასებო, ერთი მოწმობას და всё. დიდა, როცა ეს მომენტი დადგა და როცა ნახეთ მსახურები ვართ ეხლა ხა აი აღარ გვაქვს ალბათ კომპლექსები რაღაცა ვიმართლოთ ეხლა თავი რა ვშავთ რა ვსვავთ, მაგრამ სულ როცა საჯარო ხარ ეს ეკლესიაში არა, სულ არის ალბათ ეს სულ იქნება და არასდროს არ ვცდილობ რომ ამას ერთი შენ მოგცლია არა. ბევრჯერ მიწევს რაღაცაზე ინფორმაციის გაცემა, თუნდაც თავის მართლება, ბევრჯერ ყოფილ ერთხელ ერთმა ადამიანმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, გადაწყვიტა რომ ჩვენთვის რაღაცა მანქანის ფული ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში და არაფერი არ იცის ოჯახმა, ამ დროს მანქანა არ მყავდა, უკვე აქ ვიყავი, მაგრამ მანქანის გაყიდვა მოგვიწია, იმიტომ რომ ბინის გადასახადს ვერ ვიხდიდით. ეს მანქანაც რა თქმა უნდა იქედან მყავდა ჩამოყვანილი, ჩვენ აქ არ ვიყიდია მანქანა და ჩამოვედი სახლში, ჩემო ოჯახმა დაინახა რომ მანქანა მყავს, ეს არის შაბათი დღე, აბადილას ემზადებენ, მე ვთხარი დღეს მანქანა არ მომყავს ეკლესიაში. რატომ მეუნევიან? იმიტომ რომ ჯერ უნდა აუხსნა ხალხს, ჯერ უნდა შევკრიბო ლიდერები, ასე ვცხოვრობდით, ასე იყო მუდმივად ვირფასებ. დაუძახე ლიდერებს, უთხარი რომ ერთმა კაცმა ასე გადაწყვიტა, აგერ თქვენ გეუნევით, თქვენ იცოდეთ, თუ ხვალ გაიცნება, საიდან ეს კაცი ხან ერთ მანქანაზე გადაждდება, ხან მეორეზე გადმოждდება. ეს არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მახსოვს, როცა ჭიათურაში ვიყავით, ქონდა საშინელი კრიზისი ძვირფასებ. ყველაფერი დავკარგეთ, საჭმელს ვეღარ ვჭამდით, ეკლესიაში ჩვენ არანაირი ხელფასი არ ქონია, აი გეუნები. იქ. და ეკლესია დიდი იყო ამ დროს. და ეს იყო პერიოდი, როცა დავიწყე ძიმე მარხვები, შევიკეტე სახლში ძვირფასებ ბავშვებს საჭმელს ვერ ვაჭმევდით. და უფალი ერთ რაღაცას დამელაპარაკა, მეგობრებო და აქედან ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ერთი რაღაც. მე დავიწყე ცხოვრება 80%-ით. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. ეს არ არის არავისი გამოცხადება. ეს არის ჩემი გამოცხადება და დღეს მე ვიცი, უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს ამ 80%-ით. ანუ ვისწავლე იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ შევთანხმდით, რომ გვეცხოვრა 80%. ვიყავით უღარიბესები, ვიყავით ბანკროტები. შეიძლება გაგცინებოდა კიდევაც, ახლა ჩვენ ვიწყებთ ასე, ასე იწყებ, კაპიკი ფული თვე ისე გავიდოდა, შეიძლება ფულის ერთეული არ ქონოდა ჯიბეში. და ამ მის მერე გავიდა ძვირფასება 27 წელი დაახლოებით და მე ვცხოვრობ 80%-ით. 27 წელი მე არ გადამიხვევი ამ პრინციპს. მე არ უნანობ, მეტი შევიმატეთ. ლოგიკა სად არის? თუ 80%-ს ვიყენებ ჩემთვის, ჩემი შემოსავლის 80%-ს, ლოგიკა, ადამიანური ლოგიკა ხო ამბობს ასე რომ კი, მაგრამ როგორ გაწუ? შენი ლოგიკა ხო გეტყვის ახლა, მოიცა, ესეც არ მყოფნის და ზუსტად ასე ვცხოვრობდით. ისიც არ მყოფნი და რაც გქონდა, მაგრამ ცხოვრობდით 80%-ით. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, მე უამრავ სახელმძღვანელოში წაიკითხავთ თუ მოინდომებთ. როგორ ასწავლიან ბიბლიური ლიდერები, როგორ ასწავლიან ბიბლიურ ეკონომიკას, როგორ ასწავლიან განკარგვას.
იმიტომ რომ კი ვთქვი ამის წინ, მართლა ვერაფერს ვერ წაიღებთ აქედან, მეგობრებო. ერთადერთი რასაც გააკეთებთ, დაიუნჯებთ იქ. დამერწმუნეთ. ვერაფერს ვერ წაიღებთ აქედან. რასაც წაიღებთ, ეს არის დაიუნჯებთ ზეცაში რაღაცას აქედან. და ჩვენ ენის მოთლეკით ამ საკითხებზე აღარ ვლაპარაკობთ. ჩვენ თაობა უნდა გავზარდოთ. სხვა თაობა უნდა მოვიდეს. ბიზნესმენები უნდა წამოდგნენ. მე გიჟი კი არა ვარ, ბიზნესმენები უნდა წამოდგნენ. სამეფოს ბიზნესმენები. სამეფოს ბიზნესმენები, რომელიც ხურდას კი არ ითვლიან. რომელთა ისა მიათედი და შემოწირულობა 12 ლარი და 77 თეთრი კი არ არის. რომლებიც ცხოვრობენ სამეფოს ბიზნესი, სამეფოს გაგებით. რომლებსაც ჯერათ რომ ღმერთმა მიანდო უნარები, მიანდო ნიჭები, რომ ღვთის სამეფოს დაუჭირონ ხარი აი ამ ნიჭით და ამით უნარით. ჩვენ გვეყოლება ასეთი ბიზნესმენები, ჩვენ გავზვდით, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით მუდმივად ხელმომჭირენი, ჩვენ შორისაც გაიზრდებიან ხელმომჭირენი ძვირფასები. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვინდა რომ განხორციელდეს, ამის გარეშე არ გამოვა. ეს ეკლესია უნდა გახდეს მაკურთხებელი ეკლესია. მაკურთხებელი ეკლესია. ჩვენ ჩვენს გარშემო ეკლესიები უნდა ვაკურთხოთ. ჩვენ ჩვენს გარშემო ეკლესიებს უნდა მოვემსახუროთ, მეგობრებო. ჩვენით უნდა მოვემსახუროთ. ჩვენი ფინანსებით უნდა მოვემსახუროთ. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ შესაბამის შენობების აშენებაში ხვალდაზე. ერთხელ თუ გინდა ტურნეს გაგაკეთებინებთ, გაჩვენებთ სად იკრიბება ჩვენი ეკლესიები. აი აქედან 90%-მა არ იცით ეს. წაგიყვანთ სამტრედიის ეკლესიაში, წაგიყვანთ ვანის ეკლესიაში, წაგიყვანთ ლაჩხუთის ეკლესიაში, გაჩვენებთ ქობულეთის ეკლესიას. სად იკრიბებიან ეკლესიები? რა მომავალი აქვთ იქ ეკლესიებს? ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს. ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს, მეორე არა. ძალიან დაგღალეთ. ძალიან. მეც აღარ დავამოწმებ, кайხან. მერე დავამოწმებ, მეგობრებო, როცა მისიონერული ცენტრი აშენდება, როცა სულიერი ცენტრი აშენდება. ცოცხალია, ინსულტი მიიღო შარშან, ჩასვლა გვინდოდა, წელს სურათები გაუგზავნე და არ ვიცი, ჭკუაზე არ იყო, როცა მშენებლობის სურათები. ეს არის ნილს ერიკ ლაესონი, რომელიც არაერთხელ გინახავთ შემდეგში აქ, მეგობრებო. მე ვეხუმრებოდი, რომ მე უთხარი ეკლესიაზე შენი ბიუსტი უნდა გავაკრა გარედან, იმიტომ რომ იდეის ავტორი შენ ახარ, შენ დაძარი ეს პროცესი მეთქი და უხარო და რა თქმა უნდა. კარგი, სხვა დროს კიდევ მეგობრებო, იმას გაგიზიარებთ, როგორ გავიცანით ჩვენი მეგობრები, როგორ გავიცანით GMI-ის ხალხი, ეს იყო დიდი სასწაული, წარმოუდგენელი სასწაული. კაცი, რომელმაც ეს გზები გაგვიჭრა, იყო საშაო ზერუგა. ერთად წავედით ამერიკაში. სოლს მოუვიდა ინსულტი, გამოფრინდა უკან, ერთად უნდა გაგვეტარებია დრო ამ საკითხებზე, უნდა გველაპარაკნა. ეს კაცი ამბობდა, რომ მე ვიცი თქვენ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. ჩამოვედი კიევში, დამხვდა ვისაუბრეთ, გამოფრინდი 2 დღეში. გარდაიცვალა 58 წლის ასაკში. 2 დღეში. 58 წლის ასაკში, თრომბით. კაცი, რომელიც არ უჩიოდა ჯანმრთელობას, არ ქონდა პრობლემები და ის ამაზე კი არა ლაპარაკი აწი მერე იქ რა გვეშველება, არა, მეგო ვერ ვიგებდი, ნახე, კაცი შემოვიდა ასე, ჩამოვიდა თვითონ, მეხვეწებოდა რაღაც და უცებ კარგავ ასეთ ადამიანს და ბევრი ასეთი ისტორია. მთელი ისტორია წიგნი უნდა დავწეროთ შემდეგში.